როგორც იქნება, ისე ეს იქნება. რამდენი ადამიანია ჯგუფში? დამსწრე? ხო. დამსწრე ზოგადად ანუ რეგისტრირებული მე მგონი არის 9 თუ 10 კაცი არის. როგორც მახსოვს რა, ну ცოტა მეტი ესწრება ხოლმე, სხვა მიდიან ერთჯერადად ესევე პატიჟები. ხო. არა, მაგას მივაქცია ყურადღება რა სხვადასხვა ლექციას. კარგი მეგობრებო, დავიწყოთ ჩვენი შეხვედრა. კურსი ყველაფერი ჩინეთის შესახებ, ეს არის მე-9 შეხვედრა, ფაქტობრივად ბოლო შეხვედრაა, ანუ ბოლოს წინა კი, მაგრამ ბოლო შეხვედრაა კურსის. რაც შემაჯამებელივით იქნება, ბოლო შეხვედრა იქნება ჩაის საღამო და გვინდა რომ დავგეგმოთ მოგზაურობა ჩინეთში. იმედია გამოვა და საინფორმაციო შეხვედრა იქნება და ისეთი რაღაცა ნამცხვარ სტორს და ამბებს მოვიტანთ და შევიკრიბებით და ყველა მოვა. დღეს ჩვენი ასე ვთქვათ მასპინძელი ლექტორი იქნება თინათინ შიშინაშვილი, სინოლოგი, ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრი, თსეუს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების კულტურის კვლევების დოქტორანტი. და პლუს მაგას შეგვიძლია კიდე დამატებით ვთქვათ ისიც, რომ ესე იგი საქართველოს საელჩო ჩინეთში, ხო? ამ მიმართულებითაც მუშაობ, როგორც ვიცი, ხარ კონსული, ხო? არა. უფროსი მრჩეველი. უფროსი მრჩეველი, კი ბატონო, შემეშალა ბოდიში. კარგი, მოკლედ დღევანდელი შეხვედრა არის ჩინეთის კულტურული იდენტობა და ჩინეთი ინტერკულტურალური განზომილებების ჭრილში, ესე ქვია, ხო? კულტურული განზომილებების ჭრილში. ძალიან საინტერესო შეხვედრა გველოდება, დარწმუნებული ვარ. იმედია. შემოუერთდება ღია, მოკლედ ეს ბმული და ყველა შეხვედრას. დიდი მადლობა თიკო, ესე მოგმართავ, იმიტომ დედა შენი ესე გეძახის ხოლმე და ესე გიცნობ. ხო, და მადლობა რომ გამოყავი დრო ამ შეხვედრებისთვის, ამ კურსისთვის და მოკლედ აი ხა დავიწყოთ და მოგისმენ სიამოვნებით. მე ხმას გაუთიშავ, მადლობა. მადლობა. ძალიან სასიამოვნოა და საპასუხისმგებლოა, ასე ვთქვათ, ბოლო შეხვედრის ჩატარება. პირველ რიგში ცოტას ჩემ თავს გაგაცნობთ. მე ვარ თინათინ შიშინაშვილი, როგორც მოგახსენათ გურამმა, სინოლოგი და ჩემი სადოქტორო თემა ეხება და მისი სათაური არის კულტურული განსხვავებულობის ზეგავლენა კომუნიკაციაზე. საქართველოს ჩინეთის მაგალითი. სიმართლე რომ გითხრათ, 2020 წლამდე ჩემთვისაც ინტერკულტურული კომუნიკაციები და აი ეს მიმართულება ძალიან ნაკლებად ცნობილი იყო. უბრალოდ მთელი ჩემი მრავალწლიანი ჩინეთთან თანამშრომლობის და ჩემი ჩინეთის შესწავლის ჩინური ენის და ჩემი თვითონ სამსახურებრივი სხვადასხვა მოვალეობების გამო ხშირად მიწევდა თარგმანი, მიწევდა ზეპირი თარგმანი და დროსთან ერთად, როდესაც ალბათ უკვე ეს ენობრივი ასე თუ ისე სირთულეები ცოტა უფრო მეტნაკლებად გადავლახე და უფრო ასე ვთქვათ წელგამართული ვიყავი ენის მიმართულებით. ანუ ვატყობდი რომ მხოლოდ სწორად შერჩეული სიტყვები, მხოლოდ სწორად შერჩეული თარგმანი არ იყო ის რასაც მივყავდი და რასაც მოქონდა ჩინელებთან უფრო როგორ გითხრათ გამართული და ესეთი რაღაცნაირი კომუნიკაცია. და ანუ აქ ყველაფერი იყრიდა თავს. უკვე აქ გრძნობდი რომ აქ უკვე სხვა ის მუშაობდა, უკვე მექანიზმი. და ჩემთვის საინტერესო გახდა მიმეკვლია იმ ცნებებისთვის, ამ მექანიზმის ამოხსნა მინდოდა რეალურად რა იყო, რაც სიტყვების მიღმა, სწორად შერჩეული თარგმანის დროს სიტყვების მიღმა შესაძლოა 50-50-ზე ან მეტიც კი უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მათთან ურთიერთობაში და შემდგომ უკვე ძალიან დადებით
უკუგებაში მათი მხრიდან, რასაც ვიღებდი ხოლმე. და აი ასე მივაკლია კულტურის კვლევებს ჩვენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჩემი ხელმძღვანელი არის ქალბატონი ნინო ჩიქოვანი და ეს აღმოვაჩინა ჩემთვის ძალიან საინტერესო სამყარო, რომელსაც ქვია ინტერკულტურული კომუნიკაციები და მათი ტიპოლოგიები. ის რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არის ბოლო და ჩემ ლექციამდე თქვენ გქონდათ უკვე სხვადასხვა მიმართულების ლექციები ჩინეთის შესახებ, ეს არის ნამდვილად ძალიან სწორად დაგეგმილი პროგრამის დამსახურება, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი რეალურად შეხვედრა მოგვითხრობს არა იმდენად მხოლოდ ჩინეთზე, უпростоრად ჩინეთზე მოგვითხრობს, მაგრამ არა იმდენად კონკრეტულად რამე მიმართულებაზე მისი, აი როგორც არის თქვათ იგივე ან მედიცინა, ან პოლიტიკა, ან რაიც იყო თქვათ ხელოვნება, არქიტექტურა. არამედ მთლიანად თვითონ აი ჩინელებთან, მათთან ურთიერთობაზე, რა არის სწორედ მათთან ურთიერთობის ის მთავარი მომენტები, რაც უნდა გავითვალისწინოთ. იმიტომ რომ 2 და მეტი კულტურის მატარებელი ადამიანის და განსხვავებული ეროვნების ადამიანებს შორის გამართული კომუნიკაციის მთავარი საფუძველი ხომ სწორად მიმართული კომუნიკაცია და აქედან გამომდინარე დღეს შევეცდები ცოტა მოგითხრათ ამის შესახებ. ჩემი სადოქტორო თემიდან ამოვიღე მხოლოდ ჩინეთზე, რასაც ვიკვლევ და ამას გაგიზიარებთ სახელმწიფო. ხამე გავაზიარებ. გაზიარებული მაქვს. რადგან ქვია ჩინეთის კულტურული იდენტობა და ჩინეთი ინტერკულტურული განზომილებების ჭრილში, მე მსურს რომ დავიწყოთ იდენტობით. ახლა მე ჯერა რომ დარწმუნებული ვარ ჩვენს შეკრებილ საზოგადოებას არ ჭირდება ახლა ამის ძალიან გაშლა რა ამ ტერმინების უბრალოდ იმისათვის რომ უფრო შევიდეთ თვითონ საბოლოო დასკვნასთან და უფრო კარგად მივიდეთ და უფრო შინაარსობრივი იყოს ეს ცოტა შორიდან დავიწყებ თვითონ კულტურული იდენტობის განსაზღვრებით, იმიტომ რომ კულტურული იდენტობა ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განსაზღვრელი არის ინდივიდის ცხოვრების. ის თუ როგორ შეასრულებს იგი სხვადასხვა ცხოვრებისეულ როლს, განაპირობებს, რომელ კულტურას მიაკუთვნებს იგი თავს, რა ფასეულებებსა და ნორმებს იზიარებს. იდენტობა ცნობიერების ასპექტი. ასე დაარქვა მას იან ასმანმა და გამოყოფს იგი 2 სხვადასხვა სახეობას იდენტობის. ეს არის პირველი მე იდენტობა, რომელიც ყალიბდება ჯგუფურ ინტერაქციებსა და საკომუნიკაციო სიტუაციებში მონაწილეობით, ანუ გარედან შიგნით. ის თუ ადამიანი რომელ საკომუნიკაციო სიტუაციაში, რომელ ჯგუფთან ინტერაქციებს, იქიდან გამომდინარე ყალიბდება შემდეგ მისი პირადი იდენტობა. და ჩვენ იდენტობა კი უკვე მოიცავს ამ სხვადასხვა ინდივიდუალურ იდენტობების ნაკრებს. თუმცა და ის უკვე ქმნის და განისაზღვრება იმ კულტურით, რომელშიც ხდება აი ეს ინტერაქცია. ასე რომ ეს არის ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან გადაჯაჭვული. არ არსებობს, რადგან ადამიანი თვითონ არის სოციალური, ასე ვთქვათ, არსება, შესაბამისად მისთვის მნიშვნელოვანია და აუცილებელია მისი მუდმივი და არსებობისთვის აი ეს ინტერაქცია. თუმცა ვერ გაექცევა იმ კულტურულ გარემოს, რომელშიც იგი იზრდება და რომელიც მასზე ახდენს გავლენას და შემდეგ ისახდენს უკვე ამ ჩვენი იდენტობის ჯგუფის ჩამოყალიბებას. ახლა ასევე მინდა შემოვიტანო კულტურის განსაზღვრება. კულტურის განსაზღვრებას აქვს ძალიან ბევრი ასობით განსაზღვრება არსებობს კულტურის, იმიტომ რომ თავის დროზე
ეს მე-19 საუკუნეში უფრო ესე ჩამოყალიბდა თვითონ ეს განსაზღვრება. და მე მოვიყვან რამდენიმე მათგანს, რომელიც არის ყველაზე ხშირად გამოყენებული თვითონ ლიტერატურებში, სამეცნიერო ლიტერატურაში. პირველი ეკუთვნის ერთგვარ ბერნარდ ტაილორს. კულტურა, ანუ ცივილიზაცია, ფართო ეთნოგრაფიული აზრით შედგება ცოდნის, რწმენა წარმოდგენების, ხელოვნების, ნეობის, კანონების და ჩვეულებისა და ზოგი სხვა უნარ-ჩვევებისაგან, რომლებიც შეძენილია ადამიანის როგორც საზოგადოების წევრის მიერ. ასევე ლესლი უაიტის კულტურა ეს არის საგნებისა და მოვლენების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელ სიმბოლიზაციის უნართან. აქ ყურადღება მისაქცევი არის სიტყვა სიმბოლიზაცია, იმიტომ რომ მხოლოდ ადამიანს მხოლოდ მთელ სამყაროში შეუძლია სხვადასხვა საგნებისთვის სიმბოლიზმის მინიჭება. და ხშირად მოყავთ მაგალითი, როდესაც მაგალითად შველს და ბავშვს, ან ადამიანს ტყეში რომ შეხვდეს ვეფხვი, შველისთვის ეს იქნება უბრალოდ მტაცებელი ცხოველი, რომელსაც უნდა გაექცეს, მაგრამ ადამიანისთვის გარდა მტაცებელისა და შიშის მომგვრელი არსებისა, იგი არის დაკავშირებული მის უკან უკვე არის ბევრი სიმბოლიკა, ხომ? იგი არის სიძლიერესთან, ზოგან სილამაზესთან, ზოგისთვის სისწრაფესთან და ასე შემდეგ. ანუ აი ამ პატარა მაგალითით შემოვიფარგლები, იმიტომ რომ შემდგომში ჩვენ სიმბოლოებზე კიდევ გვექნება საუბარი და სურს რომ აი ეს მნიშვნელოვანი არის თვითონ ინტერკულტურულ კომუნიკაციაში და კულტუროლოგიაში სიმბოლიზმის როლი. და ასევე ჩვენთვის ძალიან და ბევრისთვის საინტერესო ინტერკულტურული მიმართულების მკვლევრებისთვის ჰერთ ჰოფსტედეს განსაზღვრება. ჰერთ ჰოფსტედე არის თანამედროვე, სამწუხაროდ გარდაიცვალა, მაგრამ ჰოლანდიელი მეცნიერი. სოციალური თამაშის წესების კრებული, ასე არქმევს იგი კულტურას. ბავშვობაში ჩამოყალიბებული აზროვნების განცდის და ქცევის მოდელი, რომელიც თუ კომპიუტერულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, აპროგრამირებს გონებას და ასეთი გონებრივი პროგრამების აღსანიშნავად იყენებენ ტერმინს კულტურას. კულტურა კოლექტიური ფენომენია და ეს კოლექტიური პროგრამირება განასხვავებს ერთ ჯგუფს, ერთი ჯგუფის ადამიანებს მეორე ჯგუფისაგან და სწორედ აქედან ალბათ მოდის ეს უკვე ხსნის ხშირად ინტერკულტურული კომუნიკაციების წინაშე მდგარი ამოცანის პრობლემის რაობას ჩვენ და სხვა. ანუ ჩვენი ჯგუფი, სხვა ჯგუფი და აი ეს განსხვავება არ მომდინარეობს სწორედ აი ამ კულტურაში, კულტურული კოლექტიური კულტურის როგორც კოლექტიური ფენომენის არსებობიდან და იქიდან რომ ჩვენ გვყალიბდება კოლექტიური ჯერ ჩვენი იდენტობა, შემდეგ კოლექტიური და საბოლოოდ კულტურული იდენტობა ადამიანებს და უკვე მივაკუთვნებთ თავს ან ჩვენს ბრჭყალებში ჯგუფს და აღვიქვათ სხვას უკვე სხვა ჯგუფად. ამაზე კიდევ ვისაუბრებთ დაბლა. და რადგან ჩვენი თემა არის ჩინეთის კულტურული იდენტობა, მას გადავიდეთ თვითონ, იმიტომ რომ კიდევ რომ გავაგრძელოთ ახლა ცალკე თვითონ როგორც აღებულ ტერმინებზე და მის გარშემო ვიტრიალოთ, თორემ არ გვეყოფა, ჩინურ კულტურაზე. ანუ თქვენ წინა ლექციებიდან აქ იყო საუბარი ისტორიაზე, ფილოსოფიურ მიმართულებებზე, რელიგიურ წმენა წარმოდგენებზე, თვითონ ხელოვნებაზე, პოეზიაზე და ასე შემდეგ. პოლიტიკურ განშტოებებზე. ანუ რა მინდა ვთქვა, რომ ყველაფრიდან გამომდინარე და აღარ დავიწყებ უკვე ამაზე საუბარს, ყველაფრიდან გამომდინარე ვიცით, რომ ჩინეთი არის ძალიან თვითმყოფადი, რეალურად სრულებით თვითმყოფადი ქვეყანა, რომელიც ბევრი საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა თავისთავად და ყველა მიმართულება, რომელიც კი არ ვიცი, არსებობს ადამიანის აგებულებიდან, უბრალოდ ჯერ სამყაროზე სხვადასხვა ნიშნების თუ სამყაროს აღწერის, ადამიანის აგებულობის, თვითონ მრავალი გამოგონების აქვთ ყველაფერზე განსაკუთრებული თავისი
ასე თქვათ, ხედვა. და აი ამგვარი თვითმყოფადი კულტურა წარმოიშვა იქ, სადაც მის გარშემო იგი იყო დომინანტი. დომინანტი კულტურა რომ იყო სწორედ აქედან გამომდინარე, როგორც ბევრმა ჩემმა წინამორბედმა აღნიშნა, მომდინარეობს მისი სახელწოდებაც ჭუნგო, ცენტრალური ქვეყანა. ანუ მისთვის ეს იდენტობის განსაზღვრება უკვე აქედანვე ჩანს რამდენად მოქცეული არის თავის გარშემო. ამ კულტურას ახასიათებს ძალიან მდგრადი და გამორჩეულად ძლიერი უნარი ადაპტაციის. ძალიან ბევრი უცხოური და ესე ვთქვათ, დამპყრობლები თუ თვითონ მაგალითად როგორც ბუდიზმი შემოვიდა თვითონ ჩინეთში, ნებით შემოსული ახალი იდეები, ახალი ცნებები ძალიან სწრაფად ადაპტირდებოდა უკვე და ჩინური კულტურის გავლენის ქვეშ ექცეოდა. რეგენერაციის უნარი გულისხმობ იმას, რომ ჩინეთის კულტურა ადაპტაციის გარდა ასევე იმ პერიოდებში, როდესაც მას უცხოტომები იპყრობდნენ, ამის შემდეგ ძალიან სწრაფად ახერხებდა რეგენერაციას და დაბრუნებას თავის იდენტობაში, რომელსაც რეალურად არც ისე ადვილად კარგავდა და თან როგორც აღნიშნეთ, აი სწორედ ადაპტაციის უნარი და შეწოვის უნარი. ერთი რო ადაპტაცია, როგორც სხვა შემოსულის ადაპტაცია და თვითონ ჩინელებს ძალიან ადვილად ადაპტირებადი ხალხია, თუმცა ამ შემთხვევაში ადაპტაციის გამორჩეულად ძლიერ უნარში გულისხმობ, რომ თვითონ შეეძლო ადაპტაცია მოეხდინა შემოსულის სხვა უცხო სხეულისთვის. ჩინეთში მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ არსებობს 56 დღევანდელ ჩინეთში 56 ეროვნული უმცირესობა და აი ასეთ მრავალ რიცხოვან მოსახლეობაში, როგორც ჩინეთი არის, რა თქმა უნდა, რთულია განსაზღვრა, ხო? იმიტომ რომ შესაძლოა ეს იდენტობა, რომელიც არსებობს, როგორც ვთქვით, სხვადასხვა კულტურებს თავის იდენტობა აქვს, წარმოიდგინეთ, ეხლა ჩინეთში რამდენი სახის იდენტობა არის თვითონ ამავე ტერიტორიაზე, ხო? 56 ეროვნული უმცირესობა, ყველას აქვს თავისი აბსოლუტურად დიალექტი და ერთადერთი რაც ამ ერს ყველაზე საუკუნეების მანძილზე გარდა ტერიტორიისა აერთიანებს, ეს არის იეროგლიფიკა. იეროგლიფი არის ის მექანიზმი, რომლითაც აი ძალიან ბევრი სხვადასხვა ეროვნების და ეთნოსის ადამიანი ინარჩუნებს აი ამ ერთობას. და ალბათ დაგვადებიათ შეკითხვა, რომ რატომ არ მოხდა, თქვათ, ჩინეთში იეროგლიფების გამარტივება და თუნდაც ლათინურ ანბანზე ან სხვა, მოკლედ ანბანურ დამწერლობაზე გადასვლა. სწორედ ამიტომ, ჩინეთში არსებობს ფინინის, ეს არის ფონემის, ასე ვთქვათ, ჩაწერის მეთოდი ლათინური ასოებით, რომელიც განსხვავებულად იკითხება ვიდრე ინგლისური, მაგრამ ეს არის მხოლოდ, ასე ვთქვათ, დამხმარე და ყველაზე მეტად გვეხმარება ჩვენ, ვინც ვსწავლობთ ჩინურს და ესეც თუ არ მწდები 58 წელს იქნა შედგენილი ეს ფინინი, მანამდე სულ სხვანაირად ხდებოდა თვითონ იეროგლიფის ჩაწერაც და ეხლა კომპიუტერის არსებობის შემთხვევაში არსებობს ორი, ანუ იეროგლიფის აკრეფის ორი სხვადასხვა მეთოდი, ერთ-ერთი არის სწორედ ფინინი და თვითონ დანარჩენილი იეროგლიფების ჩაწერის კიდევ სხვა მისი ორთოგრაფიული ხაზებით. და სწორედ იეროგლიფიკა აერთიანებს აი ამ მრავალი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს და ჩინეთის გადასვლა ანბანურ დამწერლობაზე ნიშნავს იმას, რომ
ყველა ადამიანი, ყველა უბრალოდ კულტურის და იდენტობის სხვადასხვა ეთნოსი, ყველაფერს, რასაც თვითონ დიალექტში გამოხატავს სასაუბროდ, ამას ჩაწერს და თითქმის გაუგებარი იქნება ერთმანეთისთვის აქ აზრი. აი ტელევიზორშიც კი, როდესაც უყურებთ ჩინეთში ტელევიზიას, აუცილებლად ეს ახალი ამბები იქნება, ფილმი ყველას მიყვება სუბტიტრებად იეროგლიფები, სწორედ იმიტომ, რომ ის არის გათვლილი ყველა ეროვნული უმცირესობის ყველა წარმომადგენელზე, რომ თუ მან, თქვათ, აი ეს ფუთუნხვა, რომელიც არის მთავარი ენა, სახელმწიფო ენა, ან არ ფლობს, ან არ ესმის ბოლომდე, ძალიან იშვიათი ასეთი იმიტომ განათლება ახლა ხდება ფუთუნხვაზე, მაგრამ აი ის ეხმარება ასევე იეროგლიფები ეხმარება მას, იმიტომ რომ იეროგლიფებში არ იცვლება არაფერი, ყველასთვის ერთია იქ. მოკლედ აი ეს უწყვეტი და ისტორია კულტურაში ძირითადი ღირებულებები მაინც არის ხანების, ეს ხანები არიან ძირძველი, ასე ვთქვათ, მთავარი ჩინელები, მთავარი მაცხოვრებლები, რომლებიც შეადგენენ უდიდეს პროცენტობას და სწორედ ხანების კულტურის ნაკრები არის ის მთავარი, რომელიც დღემდე დომინირებს ჩინეთში. ჩინური კულტურის მახასიათებლები, ანუ თქვენ გაიარეთ და გქონდათ საუბარი ისეთ დაოიზმზე, კონფუციზმზე, ბუდიზმზე, მე ამას ძალიან ისე შევეხები, რაც შეიძლება ჩვენ გამოგვადგეს თვითონ უკვე შემდეგ ტიპოლოგიების უფრო უკეთ გასაგებად და ისე ანუ თანამედროვე ჩინეთის კულტურა შედგება სამი ძირითადი, ეს არის ტრადიციული, რა თქმა უნდა, კომუნისტური იდეოლოგიაც, იმიტომ რომ კომუნისტური იდეოლოგია ამ 59 წლიდან და მანამდე კიდევ სანამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაარსდებოდა, აქვს გავლენა, შემდგომ ეს იყო წლები, როდესაც თქვათ ძალიან დიდი პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, მოძრაობები ყველანაირად ებრძოდა ყველაფერს ძველს, ამ შემთხვევაში გულისხმობ კულტურულ რევოლუციას და ძირითადად მაშინდელი კულტურა და აი ეს კულტურული იდენტობის ჩამოყალიბება სურდათ სწორედ ახალი კომუნისტური იდეოლოგიის და მარქსისტული იდეოლოგიის საფუძველზე. დღევანდელ ჩინეთში უკვე გრძელდება, რა თქმა უნდა, ხომ, კომუნისტური წყობა, თუმცა ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ასევე ტრადიციული კულტურის განვითარებას, გამოცემულია არის ცალკე წიგნად ჩინეთის პრეზიდენტი ცი ძინპინგის გამონათქვამები, ალუზიები, რომელსაც იგი იყენებს სხვადასხვა თავის გამოსვლებში, სტატიებში და ცალკე წიგნად არის და ყველაფერი არის ძირითადად დაკავშირებული აი ამ ჩინურ კონფუციზმის თუ სხვა ასე ვთქვათ, ძველი წიგნებიდან და ძველი ტრადიციული კულტურის წარმომადგენლების გამონათქვამები და შემდეგ იმის გაშიფრვა, გადმოტანა, ეს მაშინ ეს ძველჩინურად იყო, გადმოტანილი არის და ადაპტირებული არის თანამედროვე ჩინურ ენაზე, თვითონ მისივე აი ეს მნიშვნელობები. ყოველ შემთხვევაში დღეისათვის უკვე ამ მიმართულებით ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, როგორც იცით, ჩინეთი ცდილობს ყველანაირად თავისი რბილი ძალით, რომ მსოფლიოში ასევე გააცნოს ჩინური კულტურა და აი 60-იან წლებში დაზიანებული, თქვათ, მისი იმიჯი შეავსოს და დაანახოს ყველას როგორც რაც არის მართლა უძველესი კულტურის, უმდიდრესი კულტურის თვითმყოფადი და ის თუ რამდენი რამის მიცემა შეძლო და შეუძლია მსოფლიოსთვის.
დასავლური ღირებულებები აუცილებლად უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ ესიც ქმნის, რა თქმა უნდა, უკვე თანამედროვე კულტურულ იდენტობას, ის ჩინეთი ჩაკეტილია იყო ბევრი წელი, მაგრამ გახსნასთან ერთად, რა თქმა უნდა, აქ შემოვიდა დასავლური სხვადასხვა ცნებები, იგივე ქცევის, რაღაც ეტიკეტის, განსაკუთრებით გახსნილობის პოლიტიკის დაწყების შემდეგ აქ უკვე ბიზნესის კეთების, ასე ვთქვათ, ბიზნესის წარმოების დასავლური წესები და ამ ყველაფერმა დატოვებს თავის კვალს და ცდილობენ კიდეც რომ არის ტერმინები, რომელიც მაგალითად ჩინურად იეროგლიფით ჩაიწერება, მაგრამ აი ვარსად hi ინგლისური hi შეიძლება ჩაიწეროს იეროგლიფით, მაგრამ ამასაც ხმარობენ. თუმცა ის ძალიან რთულად ყველაფერი ადაპტირდება ჩინეთში, მაგრამ როგორც ვთქვით, თუმცა ჩემი აზრით ძალიან რთულად ადაპტირდება მაინც უცხოური უცხოური სიტყვები, საერთაშორისო, არა მხოლოდ უცხოური ბარბარიზმებზე არ მაქვს ალბარი. აი საერთაშორისო ესეთი ტერმინები, როგორც არის ტაქსი, ჰოტელ, სასტუმრო, ხო, ესენი, ანუ ჩინეთში ამ სიტყვებს ვერ გაგიგებთ. და აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისი, რომ ყველაფერს მაინც თავის კულტურის პრიზმაში ატარებენ და ყველაფერს მაინც თავის კულტურას, აი აქაც კი ტაქსი არ არის ტაქსი, ვთქვათ, ყველაფერი მაინც იეროგლიფებში გადადის და თავის ინტერპრეტაციით გამოითქმის. ანუ ტრადიციულ კულტურაში, რა თქმა უნდა, გულისხმობთ კონფუცის, ტაოიზმის და ბუდიზმის გავლენა არის ძალიან ღრმა. ეს მიდის ალბათ მრავალი ათასობით წლის წინანდელ საწყისებთან, რადგან გავლილია უკვე ეს საკითხები, მე აღარ დავუბრუნდები ასე ღრმად, თუმცა აუცილებლად მინდა განსაზღვრო ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და აღვნიშნო, რომ გარდა კონფუციზმის, ტაოიზმისა და ბუდიზმის გავლენისა, ასევე ძალიან ძლიერი არის და ფუნდამენტური არის, შემიძლია ვთქვა, წინაპართა თაყვანისცემის ტრადიცია, რიტუალები, გაგიგიათ ფენშუი, ჩინური მედიცინა და აკუპუნქტურა, რომელიც ადამიანის ხელსრულებით სხვაგვარად ხედავს, ვიდრე დასავლური მედიცინა, თუ არის კალენდარი, ჩინური ჰოროსკოპები და ეს ყველაფერი რითია იცით მნიშვნელოვანი, რომ ძალიან გამჯდარი არის ყოველდღიურობაში. ყველა ჩინელი ადამიანის ყოველდღიურობაში არის ეს. ამიტომ ამის არ შესწავლა, ვთქვათ, ენასთან ერთად თუ გინდა რომ ჩინეთით ხარ დაინტერესებული, ან გეგმავ ჩინელებთან კომუნიკაციას, იმისათვის რომ სწორი უკუგებაც მიიღო, უკუკავშირიც მიიღო და შენ სწორად იქნე გაგებული, აი ამ ყველაფრის ცოდნის გარეშე უბრალოდ რთულია მოახდინო, ასე ვთქვათ, გზა გაიკულიო მათ ცნობიერებაში. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის ანუ კონფუციზმის, ტაოიზმისა და აი ამ სხვადასხვა სკოლების გაერთიანების შედეგად და ჩამოყალიბებული მათი აზროვნება სრულიად განსხვავებული არის. 180 გრადუსით განსხვავებული არის დასავლური ცნობიერებისგან. და ის რაც დასავლური ბერძნული ფილოსოფიით თუ ჩვენი აზროვნებისათვის ეფუძნება რაღაც ფაქტებზე მის დეტალურ და ესე დედუქციურ თემას, აი აქ სრულებით განსხვავებულად წარმოგვიდგება, იმიტომ რომ ფილოსოფიურად ჩინელი კონცენტრირდება არა ფაქტზე და არა ერთადერთ ჭეშმარიტებაზე, რაც დასავლური მაგალითად ფილოსოფიისთვის არის ხო მისაღები, რომ არსებობს ვთქვათ ჭეშმარიტების განსაზღვრება ან იმისათვის რომ ვთქვათ ჩვენი ქრისტიანობიდან გამომდინარე და ჩვენთვის ქრისტიანული კულტურიდან გამომდინარე ჩვენს იდენტობაში არის ვთქვათ ჭეშმარიტი ღმერთი. ანუ აქ ამ მათ ცნობიერებაში საერთოდ არ არსებობს სიტყვა
ერთი და ჭეშმარიტი. ანუ თვითონ სიტყვა ლოგიკაც კი შემოსული არის დასავლური კულტურიდან და იგი არის შემოსული და ითარგმნება კი არა გამოითქმის ლოძი, ანუ ლოგიკა, როგორც გამოითქმის იმ ფონემით არის მე იეროგლიფებში გადატანილი. ტაოიზმის, ანუ ცოტა შევეხები, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ესიც ამ ჩვენი სამომავლო ლექციის ქვედან, ასე ვთქვათ, შრეებისთვის. ანუ ბუნებასთან ჰარმონიულ თანაცხოვრებასა და უმოქმედობას ღაღადებს, მოვლენათა ბუნებრივ მსვლელობაში ჩაურევლობის პრინციპს, ეს ვიცით ლაოძი, მისი ტაო დე-ძინი, ტაო რომ არის გზა და ასე შემდეგ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ინი და იანის ფაქტორი ყველა ჩინელისთვის და ჩინური კულტურისთვის, ჩინური ცნობიერებისთვის, იმიტომ რომ აი ამ დაპირისპირებულ, ურთიერთსაპირისპირო, ურთიერთდამოკიდებულ და თან შემავსებელი, თან ერთმანეთის გამომრიცხავი, აი ამ დუალიზმში, რასაც ინი და იანი წარმოადგენს, ის რომ ინი ეს არის შავი, ანუ ქალის საწყისი, იანგი ეს არის თეთრი, ანუ მამაკაცის საწყისი, რომ ყველაფერში არსებობს ანუ წერტილი შავში არსებობს თეთრი წერტილი და თეთრში შავი წერტილი, ანუ ყველა საწყისში არსებობს მისი საპირისპირო საწყისი, აი ეს სწორედ აყალიბებს მათ იმ ხედვას, რაც გამორიცხავს ჩინელისთვის აი ამ ერთი ჭეშმარიტის გარდაუვალის არსებობას. და იმიტომ რომ ყველაფერი ცვალებადი მათთვის მისაღებია, იმიტომ რომ პარადოქსულია, შესაძლოა რომ ვთქვათ, იმ საწყისში არსებობს, შავში არსებობს თეთრი საწყისი და პირიქით, მაგრამ მათთვის ეს არის სწორედ ის ჰარმონია და ეს ჰოლისტური მიდგომა მათ ზოგადად სხვანაირად დაანახებს სამყაროს. ბუდიზმი, როგორც ვთქვით, უკვე და ვიცი რომ ქალატონმა ისაუბრა ამაზე და ნენემაც, ამიტომ ბევრს არ გავჩერდები. რა თქმა უნდა, არის დღესაც ძალიან ბევრი ბუდისტი არის ჩინეთში და ეს აყალიბებს და არის მათთვის ეს რელიგიური მიმართულება განსხვავებით ტაოიზმისა და კონფუციზმისგან, რომელიც უფრო ასე ვთქვათ, ეთიკის და ფილოსოფიის მიმართულებიდან არის, თუმცა აი ამ სამის, ბუდიზმის, ტაოიზმისა და კონფუციზმის ძალიან საოცარი შერწყმა არის ჩინეთში, ანუ მათთვის ის რომ ვთქვათ, ტაოისტურ სამხედველობაში ან მათ მონასტერში არსებობდეს ვთქვათ ბუდისტური ძეგლები და აი ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ძალიან მისაღები არის ჩინელისთვის და იგი გამოდის იქიდან თუ როგორ ეს ყველაფერი მას როგორ ეხმარება და მისთვის რა შეიძლება ამ ყველაფრიდან იქნას მიღებული, ყველაფრიდან მიიღოს ის სიბრძნე, რასაც თითოეული მათგანი ღაღადებს. კონფუციზმის არის ჩემს მიერ მოკვლეული ყველა მასალიდან შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ კონფუციზმი ეს არის ასე ვთქვათ, მორალური მეტაფიზიკა შექმნა თვითონ მათი არა მხოლოდ ცნობიერების, ქცევის, ურთიერთობების, ასე ვთქვათ, დარეგულირების, იერარქიული ურთიერთობების დარეგულირების, სოციალური სტრუქტურის, ინდივიდის როგორც სოციუმში მისი როლის, და ნუ ვიცით რომ კონფუციზმი
გადაგებს ხუცნეობრივ ცნებას, რომ კონფუცი გადაგებდა ხუცნეობრივ ცნებას, ეს არის კაცთმოყვარეობა, ჰუმანიზმი, სამართლიანობა, ეტიკეტის დაცვა, სიბრძნე და ნდობა. ასევე მნიშვნელოვანი არის ის ადამიანური ურთიერთობების 5 ნორმა, რომელსაც კონფუციზმი და კონფუცი ასწავლის და ეს არის მართველისა და ქვეშევრდომის, რომელიც თავის თავში გულისხმობს ერთგულებასა და მოვალეობას, მამაშვილის, სიყვარული და მორჩილება, ძმების, ეს არის სუბორდინაცია, ქმარიცოლი, ვალდებულება და მეგობრობა ნდობა. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი ფაქტორი, რომ ის რომ მისი თქვათ მართველი და ქვეშევრდომი თუ მართველისთვის ქვეშევრდომი უნდა იყოს ერთგული და კონდეს მოვალეობის გრძნობა, უნდა იყოს მისი ყველა შემსრულებელი და ასე შემდეგ, რაც ახლა მოვყავით, ანუ სუბორდინაციის წესის მიხედვით, აქ გამოშვიოს ერთი ფაქტი, რომ ყველაფერი ეს მოითხოვდა მზემდგომისგან, ეს იქნებოდა მართველი მამა, ქმარი, უფროსი ძმა, მეგობარი, უფროსი, უმცროსი, ზრუნველობას. და ეს არ იყო ცალმხრივი. ზრუნველობა და ეს პატრიარქალური, ასე ვთქვათ, მიდგომა შენზე პატარაზე, ეს იქნება თანამდებობით თუ ასაკით თუ სოციალური სტატუსით, ეს შემდეგ უკვე ჩამოაყალიბებდა აი იმ სათნო სამართლიან ადამიანად, რომლის, ასე ვთქვათ, ეტალონსაც ხატავდა კონფუცი თავის სწავლებებში. და კეთილგლის მყოფელი აი ეს სიკეთე და რაც მთავარია ასევე აი კონფუციანობის აი ეს რომელიც აღნიშნეთ ეტიკეტის დაცვა, ხო? ეს იყო მორალური ნაწილი. ეს იყო ამას ჰქონდა გნოსეოლოგიური მნიშვნელობა, იმიტომ რომ მისი პრიზმაში ხდებოდა განასხვავებდნენ უკვე მორალურ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რამდენად ის მიესადაგებოდა კონფუციანობის სწავლების, ესა თუ ის თქვათ რაღაც, ეს იქნებოდა მოვლენა თუ ქცევა, რამდენად ჩდებოდა კონფუციანობის აი ამ ფილტრში, რამდენად გაივლიდა ის ამ ყველაფერს, აი აქედან გამომდინარე იყო მერე ის უკვე ან მისაღები, ან მიუღებელი. ამიტომ არის ეს, რომ კონფუციზმი როგორც მორალური მეტაფიზიკის ფუძემდებელი, რამაც ეთიკურ, რიტუალურ კატეგორიებს სამყაროს შემეცნების აზრით შესწინა. და ხო, კომუნისტურ თემაზე უკვე აღარ ვისაუბრებ და მაინც ვწდებით ვართ, ანუ არის ჩინეთი ასეთი როგორ თქვა, ანუ თვითმყოფადი, არის ასეთი თავისი ფილოსოფიურ სამყაროს შემეცნების ყველაფრით აღჭურვილი, თავის გამოგონებებით, ყველაფერი აქვს მოკლედ თვითმყოფადობისთვის, რაც არის საჭირო, მაგრამ მაინც სამყაროსთან უწევს კომუნიკაცია და ჩვენს სამყაროს და მსოფლიოს სხვა ნაწილის მცხოვრებლებს, სხვა კულტურის მატარებლებს გვიწევს მასთან შეხება, კომუნიკაცია, მისი გაგება და მას კი ჩვენი გაგება. მინდა გითხრათ პირადად ჩემი დაკვირვებით, ხშირად მთელი რა ვიცი, უკვე ძალიან ბევრი წელია, მაქვს ჩინელებთან ან ჩინეთში მუშაობ ფიზიკურად, ან ჩინელებთან. აქედან გამომდინარე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პირადი დაკვირვებით, ასე ვთქვათ, ჩართული დაკვირვებით, შემიმჩნევია, რამდენად იცვლება ჩინელი ადამიანი და ამაში დამეთახმება ალბათ ვინც ახლა მისმენს და იცის ჩინური ენა და არა მხოლოდ ენა, მათი რამდენად იცვლება ხოლმე ჩემს თვალწინ ადამიანი, როდესაც მას დაელაპარაკები ჩინელს, ანუ ჩინურ ენაზე და მის მენტალურ ენაზე. იცით როგორი ის არა აქვთ, რომ თითქოს ჩაკეტილი, თითქოს რაღაცა მორცხობის მომენტი აქვთ ხოლმე თავიდან, მარტო იმიტომ არა, რომ როგორც არის
ცნობილი რომ ესენი იყვნენ დომინანტიერი და უყურებდნენ ყველას ზემოდან და აქვთ კიდევ დარჩენილი უცხოელების მიმართ, ეს არის ფაქტები, ხომ? დარჩენილი იმ ასწლოვანი რაღაც არა სასურველი და შეურაცხყოფელი, რაც წინა საუკუნეებში იყო ჩინეთის ისტორიაში დასავლური კულტურისგან და სახელმწიფოებისგან. არა, ისიც აქვს, რომ აი მე რომ შენ დაგელაპარაკო, თუ არ იცის რომ საუბრობ ჩინურად, რა მაინც ვერ გამიგებ, მაინც ვერ გაგიგებ. აი თითქოს ეს აქვს თავში. და მე ძალიან იცვლება ეს ადამიანი, როგორც კი, აი როგორც აღნიშნე, ესაუბრები თავის მენტალურ ენაზე, არა მხოლოდ ჩინური სიტყვებით. არ ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს ინტერკულტურული ან საერთაშორისო, აი ამ კომპეტენციები აქვს უკვე დაგროვილი, ვთქვათ, ან საერთაშორისო გამოცდილება აქვს, ვთქვათ, საზღვარგარეთ სწავლის, მუშაობის და ასე შემდეგ. ჩინური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ ზოგადად უჭირთ დასავლური ენების შესწავლა. იმიტომ რომ ეს არის მარცვლოვანი ენა და ამაზე ახლა აღარ დეტალურად. და აქედან გამომდინარე, აი სრულებით იცვლება ხოლმე ეს ადამიანი, რაღაც ესეთი, აი რაღაც სხვანაირად ტრიალდება და გეხსნება, გესაუბრება უკვე გამართულად, თვითონაც თავისუფლად გრძნობს თავს და ძალიან თბილი ხალხია, ძალიან უყვართ ზოგადად კომუნიკაციაში შესვლა, ოღონდ მთავარია რომ დაინახონ რომ შეუძლიათ შენთან კომუნიკაციაში შემოსვლა. არა იმიტომ რომ გაქვთ საერთო ენა როგორც ენა და როგორც მენტალური გაგება. მოკლედ ვწდებით საეცნიკურ საზღვრებს მიღმა და რა ხდება მერე? რა ხდება და ხდება ის რომ ყველა კულტურა თავისი აღქმით, თავისი პრიზმიდან აფასებს ყველა სხვას. როგორც აღნიშნეთ თავში, ჩვენი კულტურული იდენტობა და გვაყალიბებს ჩვენ და სხვები. ანუ ჩვენ ვართ და სხვა სხვები არიან, მაგრამ რა საშუალებით არის აი ამ მულტიკულტურულ უკვე სამყაროში, ხომ, სადაც აი ამ გლობალიზაციის შეუქცევად პროცესში, რომ აღარაფერი თქვა მხოლოდ ჩინეთთან ურთიერთობაზე, მხოლოდ ჩინეთზე რომ არ გავაკეთოთ ამ წუთში აქცენტი, ზოგადად, ხომ? ანუ რა არის ის, რამაც შეიძლება დაგვაძლევინოს აი ეს კულტურული შოკი, რასაც ეძახიან და გაგვიყვანოს, თქვათ, იმ სწორ კომუნიკაციასთან, სადაც მივიღებთ ასევე ძალიან დადებით უკავშირს, რაც ჩვენი, რა თქმა უნდა, ყველას ამოცანაა, როდესაც გადიხარ. და როგორ გავიტანოთ ასევე ჩვენი, ისე რომ მათი მხრიდანაც იყოს, იმ სხვა ჯგუფის მხრიდანაც სწორად იყოს აქმული და დანახული. ამაში დაგვეხმარება ინტერკულტურული კომუნიკაცია, ინტერკულტურული კომპეტენციები, რომლის შესახებაც ცოტა გვიანდაბლა ვისაუბრებ, იმიტომ რომ აი აქ თუ ხედავთ, ეს არის ძალიან ცნობილი და ასე ვთქვათ, ალბათ ბევრგან შეგხვედრიათ ეს სამკუთხედი, ან ეს არის აისბერგი და როგორც ხშირად აღნიშნავენ, სწორედ მის თავზე, ანუ იმ აისბერგის იმ პატარა ნაწილს, რომელიც არის ხილვადი, ეს არის ის სიმბოლოები, გმირები, რიტუალები, რაც სხვადასხვა კულტურებისთვის არის დამახასიათებელი და ძალიან ადვილად, ეს ადვილად არ ითქმის რაღაც დღეებზე და თვეებზე, მაგრამ წლების განმავლობაში უფრო როგორ გითხრათ, ალბათ უფრო დეკადების ან სხვადასხვა თაობების განმავლობაში ცვალებადია. რა თქვათ ის რაღაცა სიმბოლო ან გმირი, ვინც თქვათ იყო სადღაც დასრულის საუკუნის 70-იან წლებში, ახლა სხვა არის და ასე შემდეგ. თუმცა არსებობს აისბერგის ქვედა შრე, ეს არის ის ღირებულებები, რომლის შეცვლაც თითქმის არის ასეულობით წლების განმავლობაში არ ხდება. ეს არის ის ღრმად ჩამჯდარი, რომელსაც სწორედ ვეძახით, აი მეტაფიზიკას ადამიანის სადღაც ცნობიერებაში ჩაძირულს, რომელიც მის დაუნებურად ხდება მისი კულტურული იდენტობის მთავარი, ასე ვთქვათ, საყრდენი. და
დასავლელი მეცნიერები, ანუ ინტერკულტურული კომუნიკაცია ამას ძალიან უცბად და სწრაფად გეტყვით 20-20 საუკუნის 50-იან წლებში, ну, აღარ მოვყვები თვითონ კულტურულობის განვითარებაზე 19 საუკუნეში და ცალკე სამეცნიერო მიმართულებად ჩამოყალიბებაზე, თუმცა თვითონ ინტერკულტურული კომუნიკაცია ასეთი შეიქმნა 50-იან წლებში ამერიკაში ეს იყო ედვარდ ჰოლი იყო მის ფუძემდებელი იგი 50-იან წლებში ესე იგი ამერიკაში სახელმწიფო იმ მოხელეებისთვის, ვინც უნდა გამგზავრებულიყვნენ საზღვარგარეთ დიპლომატებად, ადმინისტრაციამ ასე ვთქვათ, უნდა წაეკითხა მას ანთროპოლოგი იყო ედვარდ ჰოლი და უნდა წაეკითხა ანთროპოლოგის მიმართულებით ლექციები, მაგრამ მიხვდა რომ ეს იყო ძალიან მოსაწყენი ამ ასე თუ ისე ზოგადი განათლების მქონე ადამიანებისთვის, ვინც არ სპეციალიზირდებოდა ანთროპოლოგიაზე და აქედან გამომდა მან ჩამოაყალიბა უკვე ლინგვისტთან ერთად, ჯორჯ ტრეგერთან ერთად გააერთიანა ანთროპოლოგიური და ლინგვისტური მიდგომები და მათთვის მორგებული, მათ ენაზე გადმოტანილი ლექციები შესთავაზა, რომელიც გაცდა შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ ერთი დაწესებულების საზღვრებს და ამ გაცდა ქვეყნის საზღვრებსაც და იგი იქცა ერთ-ერთ დისციპლინად უკვე ბევრ უნივერსიტეტებსა თუ სასწავლებლებში. და ინტერკულტურულ კომუნიკაციაში ჩვენ ხვდებით ტიპოლოგიებს. ტიპოლოგია ეს არის სხვადასხვა ეს არის კულტურების, ასე ვთქვათ, დაჯგუფების მცდელობა. და ამ დაჯგუფებების მიხედვით სხვადასხვა კულტურების აღწერა. ვიცნობთ მრავალს, ну, არის ძალიან ბევრიც არ არის, მაგრამ არის განსხვავებული მეცნიერების განსხვავებული ტიპოლოგიები, მაგრამ მე თვითონ ჩემს სადოქტორო ნაშრომში მაქვს თეორიული ჩარჩო ჩემი შედგება აი ამ 4, ედვარდ ჰოლი, ჰერთ ჰოფსტედ და მიხაილ მინკოვი და რიჩარდ ლუისის ტიპოლოგიებში განვიხილავ იქ საქართველოს ჩინეთის კულტურებს და აქაც ამ ჩვენ ლექციაშიც ესმა გადმოტანილი მათი სიმრავლე და თანაარსებობა არც ურთიერთგამომრიცხავია და დაინახავთ შემდგომში და არც ყოვლის მომცველი, უბრალოდ მსგავსებებს და განსხვავებებს დაგვანახებს. ედვარდ ჰოლის პირველი, ანუ განვიხილოთ ედვარდ ჰოლის ტიპოლოგიები, ტერიტორიალიზმი, ანუ პირადის სივრცე. და როგორ განიხილავს, მე არ მოყვები ძალიან დაწვრილებით. უბრალოდ ეს არის ის როგორ განიხილავს იგი ჩინეთს, აი ამ ტერიტორიალიზმის, ანუ პირადის სივრცის აღქმის პრიზმაში ჩინეთს. ის რომ ჩინელისთვის აი ამ პირადის სივრცის უხილავი რგოლის, რომელიც აკრავს ყველა ადამიანს, ეს ძალიან შედარებით მცირეა ჩინელისთვის და მისთვის აი ესეთი კონტაქტი ახლო და შემოსვლა ახლო სივრცეში მეგობრობის გამოხატულებათაც კი მიიჩნევა და ამის მომსწრე და მე თვითონ ვარ, თორე ძალიან ხშირად განსაკუთრებით აი ქალბატონებს ყვარს და მეც უკვე მივეჩვია რომ აი რა შეხვდები, თუმცა ჩინელები არასდროს შეხვედრის დროს როგორც ჩვენ თქვათ დასავლური კულტურის ქვეყნები რომ ესე გადავკოცნით ერთმანეთს მისამების დროს ასეთი არ აქვს, ეს არ არის, ეს არის რაღაცა დონეზე აი სწორედ ის ცოტა ეთიკისა და ლიდან გამომდინარე ცოტა ასე ვთქვათ და თავისი გრძნობების გამოხატვის ხო ჩინელები ზოგადად ამაზე დაბლაც ვისაუბრებთ, ნაკლებად გამოხატავენ თავის გრძნობებს ესე საჯაროდ, მაგრამ ну აი მე უკვე როგორც კი შენს ტალღებზე და შენს მის ტალღებზე რაღაც ერთ ტალღაზე გადადიხართ, უკვე ძალიან თამამად შემოდის შემდეგ უკვე აი ასეთ
პირად სივრცეშიც კი ძალიან ადვილად ხდება თუნდაც აი რაღაც ისეთი შეხების დონეზე მე გადახვევა და ასე შემდეგ. დაბალი და მაღალი კონტექსტის კულტურებს გამოყოფს ბატონი ჰოლი, ეს არის ამა თუ იმ ამ რა დონეზე გადმოსცემს მოსაუბრე ინფორმაციას, არა მარტო ვერბალურად. ნუ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვერბალურად. ეს არის მაღალი კონტექსტის ქვეყნებში და მაღალი კონტექსტის კულტურის მატარებელ ქვეყნებში და კულტურებში, კომუნიკაციაში გზავნილები არის უფრო მცირე, თითქოს ნაგულისხმევი. მოსაუბრე ყველაფერს არა, ესე თქვათ, როგორც ვიტყვით ხოლმე, ესეთ აი ბოლომდე დაღეჭვით არ გაძლევს. და იმიტომ რომ ელოდება, რომ შენ უკვე იცი ის რა ზოგადად, ანუ თქვენ არა მხოლოდ იმ საკითხზე, მაგრამ აი ეს რაღაცა საერთო იმდენი გაქვთ, რომ შენ უკვე არ გჭირდება ამის ყველაფრის ძალიან ზედმიწევნით დაწრულებით მოყოლა, ხოლო დაბალი კულტურის, დაბალი კონტექსტის კულტურებში მესიჯი არის ძალიან გზავნილი, არის ძალიან მკაფიო, ესე ძალიან დაწრულებით მონათხრობი. აი მაგალითად აქ შეგვიძლია ჩვენ მოვიყვანოთ ესეთი ჩაის ცერემონია, ხო, მაღალი კონტექსტის კულტურის ერთ-ერთი გამომხატველი, იქიდან გამომდინარე, რომ აი იქ ყველაფერი არის ძალიან აწონილ-დაწონილი, მოზომილი, თუ დასწრები ხართ ჩაის ტრადიციულ ცერემონიალს, ანუ ყველაფერს რა თქმა უნდა ჯერ აქვს თავისი წესი და ამასთან ერთად არის ყველაფერი ძალიან თითქოს აი მცირე დოზებით გადმოცემული. ბოდიში გამორჩა კიდე პოლიქრონული და მონოქრონული კულტურები განსაზღვრავს ასევე ჰოლი. ეს არის მონოქრონული კულტურებისთვის დრო არის მატერიალური და ყველა საქმე უნდა დასრულდეს თავის დროში, პოლიქრონულისთვის დრო უფრო დროზე ძვირფასი ადამიანური ურთიერთობებია და ჩინეთში მეტწილად პოლიქრონული კულტურაა, თუნდაც იგივე აი ჩაის ცერემონიიდან რომ ავიღოთ ან თვითონ ჩინელების ხშირად აი მაგალითად მათი ანუ როგორ გითხრათ, პოლიქრონული კულტურიდან გამომდინარე ისინი არ არიან ესე ძალიან დროზე თითქოს ჩაჭიდებული, თუმცა თანამედროვეობაში ალბათ ცოტა ამ მიმართულებით ან შესაძლოა, იმიტომ რომ ძალიან დიდია ჩინეთში უკვე წნეხი სოციალური, იგივე ძალიან დიდი არის ტემპი, ძალიან ხშირად შემოგნეტრიან ჩვენ მაგალითად ქართველებს, რომ თქვენო შეგიძლიათ ესე თქვათ, მან შენ ხო ნიშნავს ნელა ცხოვრებას. ანუ არ ხართო რაღაც ძალიან დიდ ტემპზე გადასული და ცხოვრებით ტკბობის უფლება გაქვთო და აძლევთ საკუთარ თავსო. ეს და აი მაგალითად დიდ ქალაქებში ეს პოლიქრონული და მონოქრონული კულტურის ალბათ უკვე ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეიცვალა, იმიტომ რომ ჩინელი, რომელიც ასევე მაგალითად რეგიონიდან ან ვთქვათ ის რეგიონში ცხოვრობს და ეს ქალაქში იმ რეგიონის მაცხოვრებლებზე იტყვის, რომ აი მას დროის წნეხი არ მოქმედებს მასზე ასე ძალიან. ანუ ეს მათ ძალიან აწუხებთ, იმიტომ რომ მათთვის ეს არ არის ძალიან ბუნებრივი. შემდეგი უნდა ვისაუბროთ ჰოფსტედეს კულტურულ განზომილებებზე. ჰერთ ჰოფსტედე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინტერკულტურული კომუნიკაციის სფეროში და წამყვანი ავტორიტეტული ავტორი. მისი წიგნი კულტურები და ორგანიზაციები გონების პროგრამული უზრუნველყოფა თარგმნილი არის 17 ენაზე. 60-იან წლებში მან IBM-ის კვლევის IBM-ში დაიწყო მან მუშაობა და უნდა ჩაეტარებინა 70 ფილიალში 50 ქვეყნის კვლევა.
ანუ თვითონ და ჩაეტრებიათ თავიანთი, ანუ ამ კორპორაციის გარშემო. თუმცა ისეთი ზღვა მასალა და იმდენად დიდი ინფორმაცია მიიღო, რომ შემდეგ ამაზე დაფუძნებით მან, ну, რა თქმა უნდა, წლები დასჭირდა და 80 წელს გამოუშვა პირველი წიგნი. გამოყო 4 კულტურის, ну, ყველაზე ისეთი ძირითადი განზომილება. მინკოვი აქვე არის ნახსენები ბულგარელი ანთროპოლოგიას, თანამედროვე, რომელიც ასევე აქვს თავისი ნაშრომები, უბრალოდ შემდგომ უკვე მოგვიანებით 2010 წელს ჰოფსტედესთან, მის ვაჟთან ერთად უკვე მონაწილეობა მიიღო ახალ გამოცემაში, სადაც ასევე არის დატანილი მინკოვის შეტანილი არის მინკოვის მიერ, ასე ვთქვათ, აღმოჩენილი განზომილება. ამაზეც ვისაუბრებთ. მოკლედ პირველი განზომილება, რომელიც ასე დაარქვა ჰოფსტედემ, ძალაუფლების დისტანცია. ხო და აქ ძალიან ადვილად და ძალიან კარგად ხვდებით იმ მოკლედ ეს არის ნაკლები ძალაუფლების მქონე სუბიექტებისათვის ზემდგომი ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილების მიმღეობა. რამდენად არის კულტურაში, თქვათ, რამდენად არის ამა თუ იმ კულტურის წარმომადგენელი მზად იმისთვის, რომ მასზე მაღალი, მასზე მეტი ძალაუფლების სუბიექტისაგან ძალიან ისე შვიდად მიიღოს აი ამ არათანაბარი ძალაუფლება, ხო? ყველაზე მაღალი ფიქსირდება მალაიზია, სლოვაკეთში, ინდონეზიაში, ყველაზე დაბალი, იმიტომ რომ ბევრი ქვეყანა სიკვლევდა ხომ, ჰოფსტედე და იყო 70 ქვეყანა, როგორც ვთქვით, არის დანიაში, ისრაელში და ავსტრიაში. თუმცა ჩინეთში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, ინდექსი არის 87, 100 არის ყველაზე დაბალი, 0, ну, 100 ბალიან შკალაზე, ასე ვთქვათ. და რაში გამოიხატება ეს? ან რა უდევს ამას საფუძვლად? პირველ რიგში, რომ საზოგადოებისათვის უთანასწორობა ადამიანებს შორის მისაღები მოვლენაა. ზემდგომსა და ქვეშევრდომს შორის ურთიერთობა შესაძლებელია იყოს პოლარიზებული. არ არსებობს იერარქიული უპირატესობისაგან თავდაცვის მექანიზმი, საზოგადოებაში ინდივიდები ოფიციალური ხელისუფლების გავლენის ქვეშ ექცევიან და ჯერდებიან იერარქიულ რეალობას. რამე ხომ არ გაგახსენათ? ხო, ანუ რატო არის ხა ჩინეთისთვის ეს ძალიან ადვილად, ასე ვთქვათ, მამხელა ინდექსი? ხო, იმიტომ რომ კონფუციანობა არის ძალიან, ასე ვთქვათ, ამისთვის კონფუციანობაზე გაზრდილი ამ მეტაფიზიკის მქონე ადამიანისთვის არ არის გასაკვირი, რომ ჩინური კულტურის ინდექსი არის 87. ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი. ხო, მებს შორის ძალიან ხშირად არის ხოლმე კორელაცია და აქედან ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი მაგალითად საზოგადოება, რომელშიც ინდივიდის ინტერესები ჯგუფების ინტერესზე მაღლა დგას და საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ჯგუფი განსაზღვრავს ინდივიდის ცნობიერებას და ქმედებას. ეს არის განსაზღვრება, ანუ ინდივიდუალიზმის მქონე მაღალი ინდექსის მქონე კულტურებში ინდივიდის ინტერესი დგას წინ და იქ კი პირიქით, ხომ, ჩინეთის აქ არის 20, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთი არის ძალიან კოლექტივისტური, კოლექტივიზმის მაღალი ინდექსის მქონე ქვეყანა და ჩინური საზოგადოებათვის მიკუთვნებულობა რაღაცა ჯგუფთან ეს რეალურად ძალიან ბუნებრივია. და ეს კავშირი თამაშობს ძალიან დიდ როლს სხვადასხვა ურთიერთობებში. ასეთი აი ეს გვანსი, რაც არის ჩინეთში რაღაც კონტაქტები, რომლის მეშვეობითაც შენ შეგიძლია შემდგომ რაღაც შენი როგორც პირადი, ასევე თქვათ შენი სამსახურებრივი საქმიანობის უკეთ შესრულება ან ვიღაცებთან დაკავშირება, ეს კავშირები კოლეგებს შორის მიკუთვნებულობა რომელიმე საერთო ჯგუფთან, ეს ძალიან მათ ჩამჯდარია და თვითონ ოჯახის ფენომენიც სწორედ აქედან გამომდინარე ვიცით რომ ჩინეთისთვის ეს არის ძალიან ესეთი საფუძველი არის ჩინური კულტურისთვის ოჯახი და უფროსების პატივისცემა, ხომ? აქედან გამომდინარე კონფუციანობასთან ესიც ძალიან ახლოს არის, აი აქ მინდა გაჩვენოთ აი ეს მიკუთვნებულობა ოჯახთან გაიგივება ჩვენ ინტერესის მეზე უფრო მაღლა
დაყენება, აი ეს არის კონფუციანიზმის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, სწავლება, არა, ცნება ბოდიში, სიაო, მშობლების მიმართ პატივისცემა, დამჯერობა, მორჩილება. ეს ორი გრაფემა, ანუ ეს დამწერლობა იეროგლიფის შეერთებით ნახეთ, აი ეს იეროგლიფი, აქ ახლა მე ეკრანზე, აი თვითონ აი ეს ეხლა როგორც არის როგორც ხდება იეროგლიფის ჩაწერა, ну ეს არის ძველი პიქტოგრამების დროინდელი, ანუ ეს არის პიქტოგრამა, თუმცა მოიცავს მოხუცს, აი მოხუცს და ქვევით კი ბავშვი. ეს იმას ნიშნავს, რომ ზედა ნაწილი არის მოხუცი, ქვედა ბავშვი. ანუ მოხუცი დგას ბავშვზე. ეს არის სიაოს აი ეს პრინციპი, რომ რატომ არის რომ ვლაცკი შობის პატივისცემაა, იმიტომ რომ მე უკეთ მივაგებ მას როგორც სიცოცხლეში პატივს, ასევე სიკვდილის შემდეგ. იმიტომ რომ და თაყვანისცემა წინაპრების ეს ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მთავარი სწავლება არის და ერთ-ერთი მთავარი საზომი არის, ვთქვათ, აი იმ კეთილშობილი ადამიანის, რომელსაც კონფუცი ქადაგებდა. დაასწავლდა მასკულინობა და ფემინურობა. მასკულინური არის მიღწევებზე ორიენტირებული საზოგადოება, ფემინური არის მზრუნველობაზე, ცხოვრების ხარისხზე ორიენტირებული. აი მაგალითად თუ ვიტყვით, რომ აი მთელი ჩრდილოეთ ევროპა არის ფემინური საზოგადოება, ანუ მაღალია იქ დაბალია იქ, ანუ მასკულინური ინდექსი და აი სწორედ ცხოვრების ხარისხი არის მნიშვნელოვანი. იაპონია, ჩინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და თვითონ ჩინეთში 66-ია არის მასკულინური საზოგადოება. აქ საზოგადოების წევრებს წარმატების მისაღწევა ხშირად შეუძლია დატოვონ ოჯახები, უარი განაცხადონ დასვენებაზე. ჩინურ საზოგადოებაში პიროვნული დასვენება და გართობა არ არის პოპულარული ცნება. და აი თუნდაც სტუდენტების ესეთი ძალიან ეს განპირობებულიც არის უკვე დღეისათვის იმ ძალიან დიდი კონკურენციით, რაც არის ჩინეთში, თუმცა აი ხშირად შეხვდებით თვითონ ბავშვების მშობლებისგანაც კი სკოლის, როგორ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ხდებათ სწავლა. და რატომ? იმიტომ რომ ის იმდენად დიდია კონკურენცია და იმდენად დიდი, ან იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიოს და მათთვის, რადგან სწორედ იმიტომ რომ მასკულინური კულტურა, ანუ ეს წარმატების მიღწევაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, წარმატების მისაღწევად უნდა ქონდეს კარგი განათლება, ამ კარგი განათლებისათვის მას უნდა ქონდეს კარგი პირობები და აი ამ ყველაფრის შესაქმნელად ძალიან რთულად ეძლევა ეს ყველა ჩინელისთვის ეს ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი არ არის. მშობლები ხშირად იმისათვის რომ კარგ სკოლაში ატარონ და პეკინი და ესეთ დიდი ქალაქები, სადაც მანძილი არის უზარმაზარი, ცვლიან მაგალითად ბინას, ქირაობენ ახლოს სკოლასთან, ეს იქიდანაც არის განპირობებული, რომ მხოლოდ იმ უბნის ბავშვებს იღებენ იმ სკოლაში და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში მოკლედ ამ ინდექსზე ბევრს აღარ გავჩერდები, თორე ბევრზე კიდე სასაუბრო. გურამ ძალიან ხომ არ ვაჭარბებ მე დროს. გურამ. იყო, მე მგონი არ არის გურამი, მაგრამ საინტერესოდ საუბრობ და არ მგონია პრობლემა იყოს. აი, გავაგრძელებ მაშინ, თორე თუ რამე როცა გვეშობა გურამი? მადლობა. გაურკვევლობის არიდების ინდექსი. ხო, წყალზე გავედი და მესმოდა თქვენი ხმა. არა, არ აჭარბებთ, რა ვიცი, როგორც გაქვთ გათვლილი, ჩვენ პირიქით საინტერესო უსმენ ძალიან. მადლობა. გაურკვევლობის თავიდან არიდების ინდექსი. ეს არის ძალიან საინტერესო. ეს არის უკვე განსხვავებული, ესეც იმ 4 ინდექსში შედის, რომელიც ჰოფსტედემ თავის დროზე პირველი აღმოაჩინა, ასე ვთქვათ. ეს არის რამდენად გრძნობენ საფრთხეს უცნობიან გაურკვეველი სიტუაციის გამო ამა თუ იმ კულტურის წევრები. ყველაზე მაღალი ინდექსი ფიქსირდება საბერძნეთში, გვატემალაში, პორტუგალიაში, ყველაზე დაბალი დანიაში, იამაიკაზე და სინგაპურში. ჩინეთში არის 30. ჩინური კულტურის ინდექსი 30 მიგონიშნავს იმაზე, რომ ეს არის გაურკვევლობის ადვილად მიმღები კულტურა.
სიმართლე, ანუ რაში გამოიხატება ახლა ეს? მათთვის მორჩილება, ანუ კანონებისა და წესებისადმი მორჩილება, ანუ მოქნილი არის ცხოვრებისეული ვითარებიდან გამომდინარე. ჩინელებისათვის ბუნდოვანება არის მისაღები. თავად ჩინურ ენაშიც მრავალ ვხვდებით ასეთ მნიშვნელობებს. და ის რომ რაზე ვისაუბრეთ, რომ არ არსებობს ესეთი ძალიან ერთი და ჭეშმარიტი მათი ცნობიერებისთვის და ის რომ ყველაფერი დასაშვებია და ყველაფერი შესაძლებელია ერთმანეთთან, ეს იქნება პარადოქსიც და პარადოქსული მოვლენების ერთად ყოფნაც კი შესაძლებელია, აი მაგალითად თანამედროვე იმაში რომ გადმოვიტანოთ, თუნდაც ჰონკონგის აი მე მახსოვს შაკო საუბრობდა მგონი ამაზე, ჰონკონგის მაგალითი რომ ავიღოთ, ხო? პარადოქსი იყო ხო მაგალითად ჯერ დავიწყოთ იგიდან გახსნილობის, როდესაც თვითონ ჩინეთი როგორც კომუნისტური წყობის ქვეყანა და საბაზრო ეკონომიკა, მერე ჰონკონგი ერთი ქვეყანა ორი ის რა ქვია წყობა ასე ვთქვათ, დამავზეს ტერმინი, ესიც ანუ აი ეს გაურკვევლობის თავიდან არიდების ინდექსის სიმცირე ჩინეთში ძალიან თვალნათლივ დაგვანახებს, გვაჩვენებს თუნდაც დღეისათვის და რეალურად არსებულ მაგალითებს და რომ მოვუყვათ ალბათ ძალიან ბევრი გავახსენებთ. გრძელვადიანი და მოკლევადიანი ორიენტაცია. ეს არის პირდაპირ ჩინური China Value Survey, ესეთი ჩინური ღირებულებების კვლევაზე დაფუძნებული და ეს კვლევა ჩატარდა უკვე მოგვიანებით, ეს უკვე მეხუთე არის მის 6 განზომილებიან, ასე ვთქვათ, სისტემაში, ჰოფსტედეს, ეს არის მეხუთე და ეს უკვე არ არის პირველადი IBM-ის პასუხებზე დაფუძნებული, ეს უკვე მოგვიანებით ასეთმა კანადელმა ბონდმა გააკეთა კვლევა და რატომ ქვია ჩინური ღირებულებების კვლევა? იმიტომ რომ როდესაც იკვლევდნენ ну რა თქმა უნდა ხა ეს რადგან მეცნიერება თვითონ დასავლეთში ჩამოყალიბდა და ამერიკაში და რა თქმა უნდა უფრო დასავლურ ღირებულებებზე აეწყო კითხვებიც, უფრო მოიცავდა დასავლური კულტურისთვის, სამხედველობისთვის ნაცნობ პოსტულატებსა თუ შეკითხვებს და იკვლევდა ამ მიმართულებით, ხო, მაგრამ მიხვდნენ რომ თქვათ, აი სტუდენტები, ვინც სწავლობდნენ ამ საერთაშორისო პროგრამებზე და აქ ჰქონდა თქვათ, ისინი ხვდებოდნენ ამ გამოკითხულთა სიაში, რომ მათი პასუხები არამც თუ გაუგებარი იყო, არა, უბრალოდ მათთვის მიხვდნენ, რომ სხვა შეკითხვები იყო დასასმელი, იმიტომ რომ ეს არ იყო მათი ძალიან ბუნებრივი, ეს არ იყო მათთვის ორგანული შეკითხვები, რასაც უსმენდნენ და რასაც თავაზობდნენ და ის შედგა სპეციალური კითხვარი ჩინური კულტურის მატარებელი, შეიძლება არ ყოფილიყო თქვათ ჩინეთის მოქალაქე, მაგრამ ჩინური კულტურის მატარებელი სტუდენტებისთვის და რესპონდენტებისთვის ცალკე გაკეთდა კითხვარი და ამაზე დაყრდნობით შემდეგ უკვე ამის შედეგებზე დაყრდნობით გამოტანილი იქნა ეს გრძელვადიანი და მოკლევადიანი ორიენტაციის ინდექსი. გრძელვადიანი ორიენტაცია იხედება მომავლისკენ, წარსულზე დამოუკიდებლად გადაწყვეტს აწმყოს პრობლემებს, მოქნილია მომავალში ადაპტაციისათვის. მოკლევადიანი მიმართულია წარსულისკენ, რომ გადაწყვიტოს აწმყოში შექმნილი სირთულეები და ამაზე დამოკიდებულებით გეგმავს მომავალს. ტრადიცია და სტაბილურობა არის უმთავრესი. ეხლა ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ინდექსით, ანუ გრძელვადიანი ორიენტაცია. ბოდიში აქ არ მაქვს ისინი შკალები, რომ აღარ დავატიებ მოკლედ. და რას ნიშნავს ეს? ანუ ჩინური კულტურა არის ძალიან პრაგმატული. ხალხს წამს, რომ ესა თუ ის ჭეშმარიტება დამოკიდებულია გარე პირობებზე, შინაარსად და დროზე. ანუ რა დროში, რატომ, რა კონტექსტში ხდება ესა თუ ის მოვლენა, ამის შემდგომ ხდება ეს მოვლენა
ან დადებითი, ან უარყოფითი. შესწორ პირობების ცვლილებების მიხედვით ტრადიციების ადაპტირების უნარი. და გაჩნიათ მოქნილი აზროვნება, ურყევი მიდრეკილება, დაგროვებისაკენ, ინვესტიციისაკენ, ახასიათებთ მომჭირნეობა და დაჟინებით წასვლა მიზნისკენ. აუცილებელია აქ აღნიშნოს სწორედ აი ეს ადაპტაციის უნარი, ალბათ, რომელიც თქვით, რომ არსებობს ძალიან მყარად ჩინეთში და ასევე მინდა აი გაჩვენოთ ეს ვეღარ გადმოვიტანე მაპატიეთ დროის უკმობის გამო და ასევე ფოტო გადავიღე. ეს არის შანხაიში არის ასეთი მუზეუმი, შანხაის ისტორიის განვითარების მუზეუმი, სადაც ესეთი ცვილის თოჯინმითი ფიგურებით სხვადასხვა ოთახში განთავსებული, სხვადასხვა მას ყვება დაწყებული, მოკლედ, ცვილის თოჯინების ფიგურებისგან შედგენილი ძალიან საინტერესო გამოფენაა, მუზეუმია, ეს არის აი ცნობილი სატელევიზიო ანძის ქვეშ, აი ეს ლამაზი შანხაის სატელევიზიო ანძარო არის ვარდისფერი ბურთით და ბევრი წლის წინ ჩამრჩა ეს თავში და აი ძალიან ცოტა ხნის წინ ვიყავ შანხაიში და გადავიღე ეს, იმიტომ რომ აი აქ წერია, თქვენ იცით ისტორია, როდესაც ოპიუმის ომების შემდეგ შევიდა იქ ძალიან ისინი გაერთიანებული არმია შვიდის ქვეყნის და მიუხედავად იმისა, რომ შანხაი დღეისათვის ესეთი საინტერესო, ესეთი ინტერკულტურული არის სწორედ იმიტომ, რომ იქ თავი მოიყარა როგორც იმდროინდელმა ევროპულმა კულტურამ, ძველმა ჩინურმა კულტურამ და ახლა უკვე ულტრათანამედროვე არის დინარე ფუს მეორე ნაპირზე, აი ეს მაღალი ცათამბჯენები და ასე შემდეგ და ამას გარდა თვითონ ცხოვრების დონე და ძალიან გახსნილია და ძალიან დიდარია და მისი GDP ძალიან მეორია. მიუხედავად ამისა, ჩინელებისთვის რა თქმა უნდა ის პერიოდი ხასიათდება ძალიან მძიმე კოლექტიური მეხსიერებით, ძალიან ცუდი და ნახეთ რა წერია, რომ შანხაილებმა გაუძველით ყველა humiliation იმას შეურაცხყოფას იმ ანუ განვითარებისათვის, განვითარების მიზნით. და ჩვენ როგორც ფართო ზღვა modern industry and commerce ჩვენ ხელი შეუწყეთ თანამედროვე ჩვენი აზროვნება როგორც ზღვა ისეთი ფართოა და ჩვენ ხელი შეუწყეთ ინდუსტრიასა და კომერციას. ნუ ყოველ შემთხვევაში ამბობენ ამითი იმას, რომ აი ის წლები, აი ის შეურაცხყოფის წლებად და ასწრეულად ცნობილი ისტორიის პერიოდი ჩვენ გამოვიყენეთ იმისათვის, რომ შემდგომ ეს გადაგვექცია ჩვენთვის მომგებიან, ჩვენთვის განვითარების მომტან პერიოდად. ნებაზე მიშვება და შეზღუდულობა, ეს არის შემდგომი ბოდიში, კიდევ ერთ რამე მინდა აუცილებლად დავამატო, აი სწორედ ეს გრძელვადიანი და მოკლევადიანი ორიენტაცია არის ის, რამაც ათქმევინა, როდესაც აი ამ პერიოდში 90-იან წლებში დაიწყო ძალიან ესეთი სინგაპურის, იაპონიის, კორეის ძალიან ესეთი ეკონომიკური სწრაფი ზრდა, ათქმევინა ჰოფსტედეს და წინასწარმეტყველურად, ასე თქვა, რომ ჩინეთი იქნება ის მეექვსე ვეფხვი, რომელიც აუცილებლად თავის თავს კიდევ ბევრად უკეთ წარმოადგენსო და აი სწორედ ეს იყო აი ამ გრძელვადიანი და მოკლევადიანი ორიენტაციის ინდექსიდან გამომდინარე. ნებაზე მიშვება და შეზღუდულობა. ეს გახლავთ ხალმინკოვის მიერ შემოტანილი განზომილება, რომელიც დაემატა ჰოფსტედეს ხუთ განზომილებას, შემწყნარებლობა მიმართულია ცხოვრებით ტკბობისა და ადამიანური სურვილების დაკმაყოფილების ხელშეწყობისაკენ და შეზღუდვა სურვილების დაკმაყოფილებას არეგულირებს და ალაგმავს მკაცრი სოციალური ნორმების მეშვეობით. ნუ რა თქმა უნდა, ახლა აქ არც არის გასაშიფრი, რომ ჩინეთი ეს არის შეზღუდვის, ასე ვთქვათ, მაღალი შეზღუდვის ინდექსის მატარებელი კულტურა, დაწყებული კონფუციანობიდან, დამთავრებული
განვითარებული თვითონ ახლა უკვე კომუნისტური შემდგომ რომელსაც ის კიდე კომუნისტური წყობაც დაემატა, ანუ ის რასაც ხშირად ახლა ადამიანებს თვითონ ჩინური კულტურიდან გამომდინარე, ამ კონფუციანობიდან გამომდინარე, ისედაც აქვთ ეს ძალიან რაღაცა ცოტა თავშეკავებულობა, ზედმეტის ანუ მაგალითად დაბადების დღეს ჩინეთში ახლა უკვე თანამედროვე პერიოდში იხდიან, მაგრამ აი რომ მკითხოთ, ვთქვათ, სადღაც ახლა უკვე რომ არიან 60-70 წლის ასაკის ადამიანებს, დაბადების დღეს ისინი არასდროს იხდიდნენ, არა მარტო სიდუხჭირის გამო, რომელიც გამოიარეს თავის ბავშვობაში. არა, დაბადების დღეს მაგალითად უხდიდნენ ან მხოლოდ ბავშვებს, ან უფროსებს, ძალიან ხანდაზმულებს და ასე შემდეგ. ანუ თუნდაც იმის მაგალითი, რომ აი კულტურაში ხო როგორ არის ეს შემოსული, მიუხედავად იმისა, რომ ჰარმონია არის ყველაფერში, მაინც ყველაფერში წესის დაცვა არის. მიუხედავად იმისა, რომ ტაოიზმის მინდა გამომდინარე ყველაფერში აი ეს ოქროს წესი უნდა, ოქროს შუალედი უნდა იპოვო, მაგრამ იგივე კულინარიაშიც, იგივე კალიგრაფიაში, ყველგან, ანუ თაიძი, აი რომელიც არის ხო ცნობილი, აი ეს სავარჯიშო ნაკრები რომ არის ჩინური ყველაფერში ანუ არის ძალიან ანუ თვითკონტროლი, ეს ყველაფერი არის თვითკონტროლზე დაფუძნებული, ძალიან დიდ კონცენტრაციაზე და აი ხუროთმოძღვრებაშიც კი გამოსჭვის ეს და ლექსებში, ყველაფერში აბსოლუტურად. ეს არის აი ძალიან შესიზღორცებული. ნუ პოლიტიკური ეს იმიტომ ვახსენე კომუნისტური წყობის კიდევ ისიც რომ დღესობით თვითონ მაგალითად დღევანდელი წყობა თქვათ რაღაცა თანამდებობაზე მაღალ ადამიანს, მაღალ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს, რომელიღაციდან თქვათ არის განყოფილების უფროსი ან ასე შემდეგ, ნებისმიერი საჯარო სამსახურის თქვათ არა აქვს უფლება რომ თავის ნებაზე წავიდეს სამოგზაუროდ, იმიტომ რომ თქვათ ასეთ ამამად პასპორტს ვერ მიიღებს მისი კადრებიდან, რომელიც იქ ინახება და ასე შემდეგ. ხო, აი აქ არის ნახეთ თუ ეხა კარგად თუ ჩანს, აქ გამოვიტანე საქართველო და ჩინეთი, უბრალოდ რომ მაინც საინტერესოა, ძალაუფლების დისტანციაში ცოტა ჩამოვრჩებით, 65-ია ჩვენ თან ვარდისფერი არის ჩინეთი. ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური, ჩვენ უფრო ინდივიდუალისტურები ვართ ვიდრე ჩინელები. მასკულინობა და ფემინურობაშიც ძალიან დიდი განსხვავება არ არის. ეს არის ჰოფსტედეს მიხედვით მხოლოდ. სხვა ტიპოლოგიებში საქართველოს ვერ ხვდებით. აქაც ასე ვთქვათ, შემდგომ არის საქართველოს შესწავლილი ჰოფსტედესთან. მისი არსებობს ესეთი ჰოფსტედეს ინსტიტუტი, რომელიც აი ამ თუ დაგვრჩათ რომ მე მოგიყვებით, რამდენად ფართოდ გამოიყენება ეს მისი განზომილებები ყველა სფეროში, ეს იქნება მენეჯმენტი, IT, სარეკლამო, ან მარკეტინგი, სოციალური მედია, რა ვიცი, საერთაშორისო ურთიერთობები, დიპლომატია, ყველგან ძალიან გამოიყენება და რაც მთავარია, პრაქტიკულ შედეგებამდე მიყავს ყველა ვინც იკვლევს ამ მისი მეშვეობით სხვადასხვა დარგს. გრძელვადიანი და მოკლევადიანი ორი გაურკვევლობის თავიდან არიდებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ უფრო ბევრის, ანუ ინდექსი ჩვენთან მაღალი, ანუ ჩინელები არიან გაურკვევლობის თავიდან გაურკვევლობის მიმღები კულტურა, მაგრამ ჩვენ ძალიან მაღალი გვაქვს, ანუ ნაკლებად ვართ. გრძელვადიანი და მოკლევადიანშიც ჩვენს, ანუ საქართველოს აქვს ძალიან დიდი განსხვავება ჩინეთთან. და ჩვენ ვართ უფრო მოკლევადიანი ორიენტაციის ქვეყანა, სადაც ასე მარტივად ანუ წინ ხედვა არ არის ჩვენთვის ამ კვლევის მიხედვით ორგანული, არამედ უფრო წარსულში და ნებაზე მიშვება და შეზღუდულობაში ხო, ну, ცოტა მეტად ვართ უფრო გამომხატველი ვიდრე ჩინელები. და იცით, ალბათ დაგჭებათ შეკითხვა, გაგიჩნდებათ რომ კი, მაგრამ ჩინეთი ასეთი ტრადიციული ქვეყანა როგორ არის
ხო და სწორედ ეს არის რომ ადაპტაცია, ანუ ის ადვილად ადაპტირდება. მისთვის თუ რომელიმე მაგალითად რაღაცა გახდა მომავალში განვითარებისთვის ხელშემშლელი, იმ ტრადიციას ადვილად არ შეელევა, მაგრამ მოარგებს იმ აუცილებლობას, რაც უდგას განვითარებისთვის. და გადავდივართ ლუისი. ეს არის ლუისის მოდელი, კულტურები, ეს არის კიდევ სხვა ედვარდ ლუისი კულტურებს სამ ჯგუფას გამოყოფს. ეს არის ხაზოვანი აქტივობის კულტურები, მულტიაქტიური და რეაქტიული. ხაზოვანი აქტივობის კულტურები ეს არის მთელი, ახლა გადავალ ნახეთ, მოდი რამ აბარემ აქ მოვყვები, ეს სამკუთხედი, ეს არის ლუისის მოდელი, ლუისის ცნობილი სამკუთხედი. როგორც ხედავთ, მულტიაქტიური კულტურები არის წითლა და ეს არის იტალია, ესპანეთი, ბრაზილია, ვენესუელა. ხაზოვანი კულტურები ეს არის ლურჯი და რეაქტიული ეს არის ყვითელი. ჩინეთი არის რეაქტიული კულტურები, ჩინეთი, ვიეტნამი და იაპონია ქმნიან აი ამ სამკუთხედის მთავარ წვერს, მიზანზე ორიენტირებული, უაღრესად ორგანიზებული და დამგეგმავი არის ხაზოვანი აქტივობის კულტურები. ესენი არიან აი გერმანია, შვეიცარია, ლუქსემბურგი, მერე უკვე არის ნორვეგია, ჰოლანდია, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვენია, დიდი ბრიტანეთი. მულტიაქტიურები ეს არის ადამიანზე ორიენტირებული, ლაპარაკისა და ურთიერთობების მოყვარულები. აქ შეგვიძლია ეს კორელაციაში გავიყვანოთ აი პოლიქრონულ და მონოქრონულ ჰოლის ტიპოლოგიებთან, რომლისთვისაც ანუ მიზა ამ ხაზოვანისთვის არის ესეთი 7-5-ზე მაქვს ეს შეხვედრა, თქვა 2-ზე ეს გავაკეთე, 3-ზე ეს გავაკეთე, 4-ზე ეს გავაკეთე, ამ დროს ამასთან ეს ვთქვი, ამასთან ეს ვთქვი. მულტიაქტიურისთვის არა, მულტიაქტიურისთვის მნიშვნელოვანი არის ერთ დღეში რამდენს მოასწრებს. ანუ რაც მით უკეთესი. აი არის ძალიან კარგი მაგალითი აქ მოყვანილი თავის წიგნში, როცა კულტურები ეჯახება ერთმანეთს, ასეთი წიგნი არის, როცა ჩადის აი ამ ხაზოვანი აქტივობის კულტურის, არ მახსოვს შვედი თუ შვეიცარიელი ჩადის ბრაზილიაში და აი და ყოველ შემთხვევაში მულტიაქტიური ქვეყანაში ჩადის და აი შოქშია, იმიტომ რომ ანუ ამასთან შეხვედრის დროს იმას დაურეკავს ვიღაცა ბოდიში ეტყვის, იმას დაელაპარაკება, მე ეტყვის წამოდი თან ტენისი ვითამაშოთ, თან ვილაპარაკოთ, ტენისზე კიდევ ვიღაცა სხვა მოვა, ტენისის მატჩის დროს ისი თან იმას ელაპარაკება. ანუ ამისთვის ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი ღვთისრისხვა დღე დაატყდა თავს. და ბოლო ეს არის რეაქტიული კულტურები, მესამე ეს არის იაპონია, ვიეტნამი, კორეა, ტაილანდი, ტაივანი, ჰონკონგი, ჩინეთი, რაც მთავარია ჩვენი ჩინეთი და ეს არის სხვათა პატივისცემაზე ორიენტირებული მსმენელები. ხა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ ისმენენ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ელოდებიან მოსაუბრის ინიციატივას და შემდეგ რეაგირებენ მასზე. აი ეხა ყველაფერში ასე ხომ პირდაპირ ვერ მივიღებთ ამ ყველაფერს ასე სიტყვას ვიტყვით, მაგრამ აი ვინც იცნობს, ვისაც უცხოვრია და ვინც კარგად ერკვევა ამ კულტურაში, დამეთანხმება, რომ რაღაც ძალიან დიდი ჭეშმარიტების მარცვალია აქ, ხომ? ანუ ჩინელი ეს იქნება მოლაპარაკებები, ეს იქნება რაღაც ბიზნეს შეხვედრები, ყველგან რაღაცას ტოვებს. ანუ ის როგორც პოლიქრონული მაღალი მის მქონე კონტექსტის მქონე ის რაღაცას ყოველთვის უთქმელს ტოვებს, თან ელოდება შენს რეაქციას, მერე შენი რეაქციიდან გამომდინარე ის კიდევ რაღაცას უკვე რაც ქონდა სათქმელი, მაგრამ თუ რომ სხვა რამეს იტყოდი, ჯერ სხვა რამე, მერე სხვა რამეს იმას ან გეტყოდა, ან არ გეტყოდა და დროს უმეტეს ნაწილს უთმობენ მოსმენას, მოქმედებენ პარტნიორის ქმედების მიხედვით, თავაზიანი არიან და არაპირდაპირი, მალავენ გრძნობებს, ერიდებიან დაპირისპირებას, ეს ზოგადად რეაქტიული კულტურები. თანამოსაუბრეს არ აწყვეტინებენ საუბარს, განსაკუთრებით ადამიანზე არიან ორიენტირებული. აქ სიტყვა პირობაა,
დიპლომატია სიმართლეზე მეტია. ეს აი ცოტა პირფერ მილქნელობასაც თავის თავში ჩემი აზრით აი აქ შევიტანდი, რომელიც ჩინელებს ძალიან უყვართ, მხოლოდ თუ ჩინელი შეგატყობს, რომ მის აი ასეთ შენდამიზან დიდ პატივისცემას და აი ეს სიტყვებში გამოხატულ შენს პატივისცემას, ამას როგორ მიიღებ, როგორც და გონია, რომ ეს ყველაფერი მართლა შენ თავზე სიმართლეა, მე ცოტა სასაცილო ხდები მისთვის, ნუ რა თქმა უნდა, ამას რადგან პირისპირ არ უყვართ და არაპირდაპირები არიან, ამას პირში არ გეტყვის და არც გაგრძნობინებს, მაგრამ ასევე უნდა დაუბრუნოს სწორედ აი იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ კონფუციანობის პრინციპიდან გამომდინარე, რომ ის შენდამი რასაც გასცემს, შენს ის უნდა დაუბრუნო. მომთმენი არიან, მცირედ გამოხატული სხეულის ენა აქვთ, იყენებენ კავშირებს, აი რა თქვით იცის გვანსი, რომელიც სწორედ აი ამ ჯგუფთან მიკუთვნებულობა აი აქ შეგვიძლია გადმოვიტანოთ კორელაცია და ერთმანეთს უკავშირებენ საზოგადოებრივ და სამსახურებრივ. და ახლა თვითონ ჩინეთი. მის ტიპოლოგიებში ჩინეთი მინირების შეგრძნება აქვთ დომინანტი კულტურა რომ არიან, მაგრამ ძალიან არ უყვართ არსებობს ასეთი სახის დაკარგვა. აი აქაც არის აი ამ იმაში ნახეთ სახის არ უნდა დაკარგოს სახე. ეს ძალიან ცუდი ის არის ჩინელისთვის, რომ ვინმეს წინაშე რაღაცა ისე ვერ გააკეთოს, ან რაღაცა ისეთი ისე ვერ დახვდეს, ან ისე ვერ უმასპინძლოს, ნუ ეს წარმოუდგენლად მძიმე ის არის ჩინელისთვის გადასატანი. ასევე გამოყოფს ლუისი, აღარ გადმომიტანია აქ თვითონ აი მოკრძალებულობას, ტოლერანტობას, მშობლის პატივისცემას, ოჯახურ სიახლოვეს, ტრადიციებს, თავშეკავებულობას, ჰარმონიისადმი სწრაფვას, ეს მთელი ფენშუი, რომელიც არის ასეთი ცნობილი და ნუ აი ეს ყველაფერი, რაც კი ჩინური მედიცინა, ყველაფერი ანუ არის სწავლება შენს თავთან, ან შენს თავში, ან სამყაროსთან ჰარმონიის ძიებაზე, ხო? იმიტომ რომ ზეცა და მიწა აერთიანებს ადამიანი და ნუ ასე შემდეგ მე უკვე გადავდივართ ინდაიანში, აღარ მოვყვებით მაგ ფილოსოფიურ ნაწილს და იერარქიული პატივისცემა. ანუ როგორც აღვნიშნეთ, აქაც ეს იერარქიული პატივისცემა გადმოცული კონფუციანობიდან, კონფუციზმიდან, ეს ვცდილობთ რომ დავამკვიდროთ სწორი ტერმინი, ძალიან ესატყვისება აი ჰოფსტედეს ძალაუფლების მიმღებლობის მაღალ ინდექსს და მოკლედ ეს იერარქიული პატივისცემა ჩინელებისთვის უცხო კი არა ძალიან ორგანულია. ლუისა აქვს კიდევ დროისა და სივრცის რეაქტიული კულტურებში, ანუ კონცეფციები აქვს, რომ დრო არის ციკლური, ანუ იმისთვის თუ არის სწორხაზოვანი, როგორც ვთქვით და უნდა აუცილებლად ყველაფერი ესე ერთის მეორეს მიყოლებით გააკეთოს იმ კულტურებისთვის, ლურჯი კულტურებისთვის, წითელი კულტურებისთვის, რომელიც იყო რომ უნდა აუცილებლად ერთ დროში რას უფრო მეტს მოახდენს უკეთესია, მოასწრებს ჩინული, ანუ აი ამ რეაქტიული კულტურებისთვის დავკარგე, რომ არის ციკლური. ის ცოტა ფილოსოფიურად აღიქვამს დროს, დრო 100,000 წლის განმავლობაში წრიულად ბრუნავს და მასთან ერთად იცვლება დღე, ღამე, წელიწადის დროები. წლიურ ბრუნვაში რა იგულისხმება, იცით რომ აი როგორც რაღაცა დროს უყურებენ როგორც რაღაცა წრეზე სიარულს, იმიტომ რომ თქვათ დღეს თუ შენთვის რაღაცა პრობლემაში რომელიმე წერტილი ჩანს ძალიან თავარ ამოსახსნელ და გადასაჭრელ პუნქტად, შეიძლება რაღაცა ცოტა ხანი დააცადო, დრო გავიდეს და ან სხვა წერტილი, რომელიც ან B, რომელიც საერთოდ ისეთი ჩანდა. თითქოს არაფრის მთქმელი აღმოჩნდეს ამ პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე მოკლე და სწრაფი გზა. არიან ზედმიწევნით პუნქტუალურები და ანგარიშს უწევენ სხვა ადამიანის დროს და კიდევ ერთი, რომელსაც აი ბევრი ჩინეთთან დაკავშირებული ადამიანი დამეერთანხმება, ეს არის მათი
პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის ძალიან დიდ დროს ხარჯავ იმაშვებიან, როგორ გითხრათ, ძალიან დიდ დროს ანდომებენ. აი ნებისმიერი სწორხაზოვანი კულტურის, გინდაც მულტიაქტიური კულტურის წარმომადგენლისათვის ჩინელებთან თანამშრომლობის დაწყება, ეს არის მათთვის ძალიან რთული პროცესი. ერთი და იგივე თქვათ რაღაც ინვესტიციის დაწყებამდე ჯერ შეხვდნენ ადამიანებს და ეს არა იმიტომ ეს არის საერთო ინტერესის პოვნა, ეს არის ნდობის, მათ დამინდობის დანერგვის თავის თავში დანერგვის დრო და ამისთვის დრო არ ენანებათ, არც საკუთარი და არც თანა პარტნიორის. ზოგჯერ პარტნიორს ენანება, მაგრამ მათ არა და აი ამ დროს ისინი ყველაზე დიდ ინვესტიციად განიხილავენ. ლიდერის კონცეფციას განიხილავს კიდევ ლუისი, ეს არის აქ მნიშვნელოვანია კონსენსუსი, რადგან ვართ ესეთი კოლექტივისტური, ვართ მაღალი ინდექსის მატარებელი თვითონ იმაში, რა ქვია, ძალაუფლების გადანაწილებაში ქვეყანა, კულტურა არის ჩინეთი. რა თქმა უნდა, აქ კომპანიები ხშირად მართავს, ასე ვთქვათ, ლიდერთა ჯგუფი, ანუ რა იგულისხმება ამაში, რომ ხდება ძალიან ისეთი კოლექტივისტური გადაწყვეტილებები, ის რომ არის ძალიან პატრიარქალური, ხშირად კერძო კომპანიები და მიდგომა არის ძალიან პატრიარქალური და ყოველ შემთხვევაში ლიდერი არის ლიდერი. და ჩინეთში აი ამ იერარქიიდან გამომდინარე ყველაზე მდგომი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ დაწესებულებაში. ხო და კიდევ ერთი აუცილებლად მინდა აი ეს ჩვენ განვიხილეთ 4 დასავლელი ავტორი თავისი ტიპოლოგიებით, მაგრამ საინტერესოა თვითონ ჩინელები როგორ უყურებენ ხომ არის უკვე თქვათ ჩინეთში შემოვიდა ეს და არის მკვლევრები რომლებიც ამას იკვლევენ და მათი აზრით განსხვავებული არის ჩინურ მიდგომაზე მე ამას რა თქმა უნდა ჩემს სადოქტორო ნაშრომში დიდ ყურადღებას დავუთმობ და ჩავდებ იმიტომ რომ მათთვის აი ნახეთ ერთი მინდა დაგაბრუნოთ აი მე ქართულად თარგმნე მასკულინობა და ფემინურობა, მაგრამ ინგლისურად ის ორიგინალში არის versus, ანუ პირისპირ, ასევე ინდივიდუალიზმის და პირისპირ კოლექტივის, ანუ დაპირისპირებაა და აი ამ დაპირისპირებას ისინი არ აღიარებენ, როგორ გითხრათ, ანუ მათთვის თუ იქნება ორივე ისიც და ისიც ეს უფრო გასაგები არის როგორც ამბობენ ჩინელი მეცნიერები მათთვის მათი მისი კულტურისთვის იმიტომ რომ იმ პარადოქსებით სავსე კულტურაში სადაც იმიდაიანი არსებობს და რაზეც ყველაფერი დგას მისთვის ჩინური კულტურა ასეთიც არის და ისეთიც ფემინურიც არის და მასკულინურიც და ნუ რა თქმა უნდა ეხა ჩინური ძალიან ბევრი ისინი ნახე და არის თვითონ აი თუნდაც ჰოფსტედეს კვლევებზე დაფუძნებული არის როგორც გითხარით ტიპოლოგიებზე კვლევები იგივე სხვადასხვა დარგებში ამას როგორ არ აღიარებენ და როგორ არ იყენებენ უბრალოდ აი მიდგომა მინდოდა გამომეტანა რომ აი არსებობს ასეთი მიდგომებიც რომ ისიც და ისიც არ შეიძლება ასე დაუპირისპირო ერთმანეთს და აი ნახეთ თვითონ ჩინური სიტყვებიც კი არსებობს რომლებიც ერთმანეთისავე გამომრიცხავი ცნებებიდან არის შედგენილი აი სიტყვა რამდენი თუ შაო თუ არის ბევრი შაო არის ცოტა და ერთად არის რამდენი ბევრი ცოტა ტონსი არის საგანი აღმოსავლეთი და დასავლეთი, ანუ ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, სრულიად რადიკალური რაღაცა ორი პოლუსი ერთად ქმნის ერთს, საგანს. და ეს მიყვარს ძალიან კრიზისი, არის ვეიძი, სახიფათო და შესაძლებლობა. ერთად ქმნის, ანუ სახიფათო კრიზისი შედგება ხიფათისგან და შესაძლებლობისგან, იმიტომ რომ ორივე არის ერთად, როგორც შესაძლებლობაა კრიზისი, ასევე ხიფათი.
და კომპეტენციები, ანუ ეს ყველაფერი კარგი, თქვათ, ვიცით რომ არსებობს ეს ტიპოლოგიები, არსებობს ეს კვლევები, მაგრამ მერე რა ვშვებით ამ ყველაფრის მერე. და არის ესეთი კომპეტენციები, ინტერკულტურული კომპეტენციები, არის აქ ესეც არის ძალიან სხვადასხვა ავტორს აქვს სხვადასხვანაირად დაშლილი და წარმოდგენილი, არის ესეთი ემოციური, შემეცნებითი და ქცევითი კომპეტენციები, ემოციური, ანუ ინტერკულტურული მგრძნობელობა. ის რომ შენ იდენტობის მატარებელმა, შენ კონკრეტული შენი იდენტობის მატარებელი უნდა იყო მგრძნობიარე და სხვა იდენტობის მატარებელისადმი ფართო თვალსაწიერს უნდა ფლობდე იმისათვის, რომ შეძლო ადვილად მიიღო თუნდაც ჯერ აი ემოციურ დონეზე და აღიარო შენი იდენტობაც და მერე უკვე ამის შემდეგ აღიარო სხვა კულტურული იდენტობა. შემდეგ არის შემეცნებითი. ეს არის უკვე როდესაც გააზრებულად მიუდგები უკვე ამ ყველაფერს და ქცევით კომპეტენციაში სწორედ ყველაფერი ერთად უკვე ვლინდება და ეს კონტაქტის და დამყარების ხელოვნება, ეს არის ვერბალური და არავერბალური. ეს არის ადეკვატურად თვით გამოხატვა, ძალდაუტანებელი ურთიერთობა. რისთვისაც, რა თქმა უნდა, მთელი ამ სწავლების და ამდენი ტიპოლოგიის და კვლევის მიზანი სწორედ ეს არის, რომ აი ამ გლობალიზაციის პროცესში, კი არა და ამ პატარა სამყარო სოფლიო გახდა პატარა სოფელი, ხომ? აი ამ თუ დიდ სოფელში გავხადოთ კომუნიკაცია მარტივი, გასაგები, ჩვენთვისაც ხელსაყრელი და ჩვენი თანამოსაუბრე იქნება თუ პარტნიორისთვისაც სასიამოვნო და მომტანი სარგებლის. და ისეთი თვითმყოფადი და მრავალფეროვანი კულტურა, როგორც ჩინეთი არის, მასთან ადაპტირება, მისი შეცნობა, რა თქმა უნდა, მოითხოვს ძალიან მრავალწახნაგოვან მიდგომას და აი ამ ყველა კომპეტენციის კარგად გააზრებას. დავამთავრებ ინტერკულტურული კომუნიკაციების ფუძემდებლის ედვარდ ჰოლის სიტყვებით, კულტურა არის კომუნიკაცია და კომუნიკაცია არის კულტურა. სადაც არ უნდა წახვიდე, ხალხი არ იცვლება საუკეთესო გზას სწავლისთვის პირადი გამოცდილება. ხო, ამაში მეც ვეთანხმები ძალიან. პირადი გამოცდილებით ბევრი რამ ვისწავლე და დავინახე ჩინელებთან კომუნიკაციის და კომპეტენციებიც ალბათ, რა ვიცი, მე მგონი რომ გამიმდიდრდა მათთან ურთიერთობის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის იმ კუთხით განსაკუთრებით, რომ ძალიან პრაქტიკულად გავიგეთ ჩინელების შესახებ. ანუ ძალიან პრაქტიკული რაღაცეები გავიგეთ დღეს პირადად მე, რაც აი რაღაცა ტიპის კომუნიკაციაში ალბათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა, იმიტომ რომ თავიდანვე ვიხუმრობდი შაკოს უთხარი, რომ ჩინეთი ჩინურია ჩემთვის მეთქი ეს გამოთქმა როა რომ ჩინური არის, რომ ესეთი დამოკიდებულება მქონდა. ამ კურსის ბოლო შეხვედრაც მართლა რაღაცა თითქოს გვირგვინივით აღმოჩნდა. შაკოს მადლობა ამისთვის, რომ ესე დაგეგმა. ისი შედგენილი იყო ეს სილაბუსი, ასე ვთქვათ და ეს ასე ვთქვათ, აი ეს რაღაცა თავისებურებები, რაც ჩინელებს აქვთ, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩემთვის ამ ქვეყანას რა. და რაღაცა ისეთი შთაბეჭდილება დამჭა, რომ ძალიან პრაგმატული და ისეთი დამიწებული ხალხი არის რა. მიუხედავად მათი ძალიან ესეთი ავიღოთ ხელოვნებია, პოეზია, ფილოსოფია, ხო? ხო, აი ეს ყველაფერი, ორივეა, ხო, აი რაღაცა ცადა მიწა. ეს არ გინდა ამბობენ. ჩვენო ყველაფერი ვარ. ვის ვერ გავიგე რას ამბობენ? გაითი შეხება თითქოს.
ჩვენთან, ანუ ხო ამბობენ რომ აი ბოლოს რომ ამბობდი რომ ჩინელ მეცნიერებს აქვთ შემხვდა ესეთი მიდგომა რომ ანუ ფემინურობა მასკულინობის წინააღმდეგ კი არა, ან თქვათ ინდივიდუალიზმი, კოლექტივიზმი. პირიქით, ანუ ჩვენთანო ყველაფერი არისო, უნდა დაიყოსო მათ შორის კავშირიო. ხო. ანუ ყველაფერი აქვს, ყველაფერს შევხვდებით. ხო, აი რავი, ძალიან საინტერესო არის ეს ფსიქოტიპი მათი კიდე რაღაცა ის რაღაცნაირად ისეთი არის. ახლა მე აღმოსავლეთის ქვეყნებს დიდად არ ვიცნობ, მარტო ვარ ნეპალში დამყოფი რა. ის ძალიან სხვანაირი ხალხი არის, რაც მინახავს. სხვა კულტურაა. ხო, აბსოლუტურად სხვა კულტურა არის და ერთადერთი რაღაცა თქვათ აი ამ რაც ჩემთვის ისეთი უცნაური და ისეთი იყო რაღაც სხვანაირი იყო ეს ან რაც მინახავს სოფლიოში მოკლედ ეს იყო ნეპალი და ჩინეთი არის კიდე უფრო სხვა რაღაცა რა როგორც ჩანს რაღაცა აქვს ისეთი თავისებური რაც თითქოს საშიშ და თან ძალიან მიმზიდველს ხდის ამ ქვეყანას რა აი მათ შორის ესეც რომ საკუთარ ზრახვებს რო არასოდეს არ აჩენენ ბოლომდე რა ესეც ხმათი კულტურის ნაწილი არის რაღაცნაირად რა რაღაცა ეს ლოდინის თემა ეს სიმშვიდე ეს რაღაცა ისეთი რაღაცა შემპარავი აი ამავე მე თქვა აი ამ რეაქციულ კულტურებში და განსაკუთრებით ჩინეთში ну მე აი პირადად ჩემს შეხვედრებზე აი ჩემს მუშაობაში იგივე დიპლომატიაში გამომიცდია მნიშვნელობა არ აქვს რა ამბობს რა არის ნათქვამი მთავარი არის აქ ვინ ამბობს როგორ ამბობს და სად ამბობს ხო აი ეს როგორ გითხრა აი ისეთი რეალურია რომ ანუ რა არ არის მთავარია ვინ როგორ და სად. ეს ლუსტაკ. ხო, ეს იერარქიულობა მე როგორც ვიცი, ეს კორეელებისთვისაც და იაპონელებისთვისაც ძალიან დამახასიათებელი არის. აი იერარქიულობა, მაგრამ როგორც ჩანს ეს საერთო აქვს, ხო, ჩინეთი, კორეა, იაპონია. ხო, ну რა თქმა უნდა, ხეს კონფუციანობა იმდანაც ის იყო, რომ გავრცელებული ამ ქვეყნებში მის გარშემო, რომ ყველას აქვს ეს. ხო და ეს არის უცნაური რომ თან ძალიან პრაგმატულები არიან და თან აი ეს რაღაც ასტროლოგია, რაღაც მინიშნებები და რაღაცები მათთვის კიდე ის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. აი ეგ არის ძალიან უცნაური ჩემთვის რა. აი ძალიან პრაგმატული ხალხი არის. აი მაგალითად ბოდიში გაწყვეტინებ, აი თუნდაც ავიღოთ მთვარის კალენდარი, რომელზეც აი ზურამ გააკეთა ძალიან კარგი ესეთი ზურამ ამნიაშვილმა დაწერა ხან ცოტა ხნის წინ სტატია ძალიან დაწვრილებით აქვს შესწავლილი და ეს ხო ერთ-ერთი მისი დანიშნულება იყო ესენი რადგან არიან მიწათმოქმედი ხალხი თუნდაც ავიღოთ რომ თვარის კალენდრის აი ასეთი სკრუპულოზური დამუშავება და მის მიხედვით ხდებოდა ხნა, თესვა, მოსავლის აღება, ანუ რა მინდა ვთქვა, რომ ისიც იმ პრაგმატულობამდე მიდის, რომ როდის ჯობს ეს ყველაფერი და დღემდე მაგალითად ამას აქცევენ ყურადღებას, რომ ის შედეგი, რაც უნდა დაიდოს, რომ თუნდაც აი ამის დახმარებითაც ხდება ამის გაზომვა, განსაზღვრა. ხო, რა ვიცი, საინტერესოა, ძალიან საინტერესო ქვეყანა არის რა. მადლობა რომ ესე კარგად მოიტანე. აი ძალიან რაღაცა ისეთი იყო რა, შენ ძალიან პრაქტიკულად მოგვიტანე, ასე ვთქვათ, ჩინეთი დღეს, რომ აი რაღაც ძალიან ყოველდღიურობაში დავინახე ეს ხალხი რა. და მე არ ერთადერთ ჩინელს ვიცნობ ის არა, სულ ორ ჩინელთან მქონდა პრინციპში შეხება, ერთი ამერიკაში ცხოვრობდი ჩინელის სახლში. ხო. და ეგ მახსოვს როგორი ტიპი იყო და მეორე აქ თბილისში გავიცანი ერთი გოგონა, ისიც ჩინელი იყო და ნუ რაღაც ძალიან თავისებური ის არის რა, თავისებური ხალხი არის რა. ძალიან კარგი საურთიერთო, მაგრამ ტოვებენ სივრცეს იმისთვის, რომ დისტანცია არ დაარღვიო. ხო და აი
ეგიც ხო, მაგრამ აი სწორედ ეგ აღვნიშნე, რომ არ ვიცი, ეხლა ეს მე მაქვს, აი ძალიან მაინტერესებს მაგალითად ანუკას თუ აქ არის ანუკა და გვისმენს აზრი, როგორ იცვლება ჩინელი, როგორც კი მის ენაზე და მენტალურ ენაზე აი, ძალიან ესწავლა. მაგარი, ეგ ელზა რომ მოусმენს, ალბათ მისთვის ძალიან გამოსადეგარი იქნება. არა მარტო მის ენაზე, არამედ აი მის მეორე ენაზე, ასე ვთქვათ, ლაპარაკი რა მნიშვნელოვანი არის რა. კი, აქ ვარ ციკო და იცი რა მე აქამდე შნევია მაგრამ შარშან საფუძში ჩემს მეუღლესთან ერთად ვიყავი ჩინეთში. სპეციალისტი და რაღაცები რო გჭირდებოდა ხოლმე ხანისის კითხვა ან რაღაცა, მეუბნებოდა რომ გვერდიდან გიყურებდიო ჩინელის კერო მიდიოდი ძალიან შეშინებული თვალებით გიყურებდაო. აი არიცოდა რა იქნება როგორც ჩინურად ელაპარაკებოდიო, იმას სახე ებადრებოდა, გძლიერდებოდა, არიცოდა საწასულიყო და აი ეს რეაქცია და მისი გარდაქმნა ერთ წამში. არა და აი რომ მიდიოდიო გზაში ვიცოდი რაღაცა დახმარება უნდა და მაგრამ იშინოდა თითქოს შენია და როგორც კი ჩინურად იწყებდი საუბარს, მაშინვე რაღაცა ქვეყნებზე აღარ იყო. ისე ვიყავი და ეს ამბობ. ახლა თქვათ, ასეთ ვისა კარგად ვფლობთ ორივე ენას, მაგიტო არ ვამბობ. აი, თავარი აქ არ არის სწორად შედგეს, სწორად სიტყვები, ანუ აი არ ვიცი, აი მენტალურ დონეზე რომ ელაპარაკები უკვე და აი თავის სიტყვით რომ ელაპარაკები და თავის აზროვნებით რომ ელაპარაკები, აი სხვა ხდება საერთოდ ის ჩინელი. ხუმრობაც არის ესეთი, რომ ჩინელს როეცი გამარჯობა, ამბობს რომ უირა კარგად საუბრობ ჩინურად, ხო? ანუ ეს სიტყვას იყო ის რომ ბევრი კომპლიმენტი და მე იტყვის რომ აი ეს ჩინურად ლაპარაკობს, არადა ხოლმე გამარჯობა უთხარი. ეს განუხარიათ ნამდვილად მათთან ახლოს რო შედიხარ. ხო, მაგრამ ეგიც აქვს, თვითონაც აქვს ის რომ აი უჭირთ თვითონ შემოსვლა, არა, იმიტომ რომ არ უნდათ, არამედ აი რა ვიცი, ხა რას გაგაგებინებ მე ჩინური შენ კი არა, მე ძლივს ვიცი და ახლავით ეგეთი ის აქვს. სხვათა შორის რახან საუბარი და უწევარ ერთ კომენტარს გავაკეთებ თუ შეიძლება. იმ ადამიანებისთვის, ვისაც მაგალითად ჩინური კულტურა შორია და უცნობია, შეიძლება თვითონ ეს მამუშავარი და თავი საერთოდ წიგნში ამ კუთხით იყოს საინტერესო რაღაც დეტალები გაიგოს ჩინეთის შესახებ, მაგრამ უკვე სინოლოგებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩინეთს კარგად ვიცნობთ და პირადი შეხედვა გვაქვს, ძალიან კარგი აკადემიური ნამუშევარია და ნაშრომია, რომელიც აქამდე ქართულენოვან სივრცეში ნამდვილად არ შექმნილა. ანუ ამ ტიპის ნაშრომი ჩვენ არ გვაქვს და ძალიან მიხარია, რომ გადაიდგა ეს ნაბიჯი და ესეთი კუთხითაც შეიძლება მომავალი სინოლოგები უნივერსიტეტში თუნდაც ჩვენთან საგნის შესწავლას ხომას, იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ სინოლოგიის პროგრამის დასრულებას, იმათი იქნება ხელმძღვანელი აი ამ საგნის რომელსაც ქვია კულტურული იდენტობა და ჩვენს მომავალ სტუდენტებს ამ საგანს წაუკითხავთ. და ეს აუცილებელი ხო ენის შესწავლასთან ერთად და რაღაც ვთქვათ სიტყვების და გრამატიკის შესწავლასთან ერთად როგორ გადმოსცეს, სად და რა თქვა და როგორ უნდა იურთიერთოს ჩინელებთან ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მე ვფიქრობ დიდი შრომა არის გაწეული, ძალიან საინტერესო ნაშრომია და დიდი მადლობა თიკოს ამისათვის. მადლობა. დიდი მადლობა. კარგი, თუ არ არის შეკითხვები, შეგვიძლია პრინციპში დავავთავროთ, არ ვიცი. არის შეკითხვა რამე? არ არის. კარგი, მადლობა, დიდი მადლობა თიკო. მადლობა თქვენ. მადლობა მოსმენისთვის. ორი სამჯერ მოსასმენი ამბავი არის, რაღაცები უნდა ამოვიწეროთ. ეს პრეზენტაცია საინტერესო იქნებოდა, თქვა თუ შეიძლება რომ ამას ჩავხედოთ კიდე, რომ აი მონიშნული რაღაცები რაც იყო, ის ძალიან ისეთია. როგორ არა, რა პრობლემა. კი ბატონო. კარგი, დიდი მადლობა. აბა დროებით. კარგი, აბა დროებით. მადლობა.